საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. გადატვირთული საკლასო ოთახები, არეული გრაფიკი, კლასგარეში აქტივობისთვის დაკარგული დრო, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის ჯოჯოხეთად ქცეული წლები. ეს უმცირედია, რაც საქართველოს მასშტაბით დაანგრეულ და ვერაშენებულ სკოლებს ეწირება. ათობით ათასი მოსწავლე საკუთარ სკოლაში ვერ ბრუნდება და ნათხოვარ თუ ნაქირავებ შენობებშია შეკედლებული. თბილისში მხოლოდ ერთ უბანში ერთდროულად დაანგრიეს 6 სკოლა იმ წელს, როდესაც იქ 2 სკოლის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობდა. შენდება და ფართოვდება კვარტლები და არავინ ითვალისწინებს, რომ იმ დასახლებებში სასკოლო ასაკის ბავშვებიც იცხოვრებენ. შედეგად მაგალითად დიდ დიღომში მხოლოდ 3 საჯარო სკოლაა. რეგიონებში ბავშვები სოფლიდან სოფელში ურთულესი გზებით დაჰყავთ, რაც განსაკუთრებით საშიში ზამთრის პერიოდშია. ჩვენ ვნახეთ სკოლა, რომელიც თავის დროზე 90 მოსწავლეზე გათვლით აშენდა, ახლა იქ 600 ბავშვი სწავლობს. დირექცია კი ამბობს, ვეტევით. რატომ ხდება მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლისთვის სკოლის ფორმის შეძენა სავალდებულო, მაგრამ ხელისუფლებისთვის სავალდებულო არ ხდება მათი შესაბამისი შენობით უზრუნველყოფა? რატომ არადა არ დასრულდა არ აშენდა სკოლები წლები ამ ქვეყანაში? იმიტომ ხომ არა, რომ მაღალჩინოსნების შვილები სხვაგან სწავლობენ? ვნახოთ ვიდეო და შემდეგ მოусმინოთ სტუმრებს. Salavi. გამარჯობა. როგორ ხართ? მადლობა. აბა, ის სკოლა. ფარავანი უნდა გადაიღო. ფარავანი და თქვენი სკოლა იმედია. ქართულის მასწავლებელი თინათინ დულარიძე ფარავნის სკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე იწყებდა საუბარს, როცა სკოლის სხვა თანამშრომელმა დირექტორის ბრძანებით შენობაში დაბრუნება აიძულა და ლაპარაკი აუკრძალა. ფასადია. ტერიტორიაზე მიდიან. სკოლის ტერიტორია შეიძლება სასწავლო პროცესი. თავად დირექტორმა კი სკოლის წარმოსახვითი ეზოს დატოვება მოგთხოვა, რომელიც რეალურად არ არსებობს, რადგან ხის შენობას არც ღობე აქვს და არც ჭიშკარი. რატომ აუგზავნეთ იმ მასწავლებელს ლაპარაკი ახლა? გველაპარაკებოდა მასწავლებელი, ამბობდა, რომ 21 საუკუნეში მსგავს პირობებში ბავშვები არ უნდა სწავლობდნენ. ეს მე არ ვიცი. თქვენ როგორ არიცით დირექტორი ხართ, აბა ვინ უნდა იცოდეს? თქვენ მოგწონთ ახლა სადაც ასწავლით ბავშვებს? მოგწონთ თუ არ მოგწონთ? პასუხი არ არის. რატომ არ არის პასუხი? ესე მინდა მე. სკოლას შესაფერისი შენობა, სადაც ყველა კლასი ერთდროულად დაეტეოდა, არასოდეს ჰქონია. ახლაც მოსწავლეთა ნახევარი ამ ფიცრულში სწავლობს. მეორე ნახევრისთვის კი მეზობელი შენობა იქირავეს. ეს მდგომარეობა მესამე წელი აგრძელდება, რაც წინა შენობა მიწისძვრამ დააზიანა. სკოლა არ არის, ეს არის, ნახე. შეშა არის ეს. უნდა ახალი გავაკეთოთ. ეს სკოლა რამდენი წლისა? თქვენ ამ სკოლაში ცხოვრობთ? დიახ, აბა, ეს შეიძლება 70 წლის არის. თქვენი რამდენი შვილი დადის ამ სკოლაში? 2. არა. ამას 2. 3 არის, 1 პატარა, 2 ბიჭი დადის. არე, ვარკეს ბავ. მოგწონთ ეს სკოლა? სკოლა მინდა რომ იყო სოფელში. ერთად ძენანე, ლიანძი. ბენზინდელასნეკე. რომელ კლასში არიან თქვენი შვილები? 4-3. მე-4 კლასში და მე-3 კლასში. მე 4 ხო. და რას ფიქრობთ, რამდენ ხანში იქნება ახალი სკოლა? დირექტორი ამბობს, რომ მალე იქნებაო. მაგრამ ეგრე ამბობენ ბევრი წელია მგონი. მალე იქნება, კარგი იქნება. ადგილობრივების კითხვაზე, როდის იქნება ახალი სკოლა სოფელ ფარავანში, დირექტორი ასე პასუხობს. სამინისტროს მიმართეთ უკვე? დიახ. და რა პასუხი მიიღეთ სამინისტროსგან? დადებითი პასუხი. რომ ამ წელს გავაკეთოთ ახალი სკოლა. რუბენ სააკიანი 25 წელია სოფლის ერთადერთი სკოლის დირექტორია. ნახევრად დანგრეული შენობის წინ გვიმტკიცებს, რომ სკოლა, რომელშიც 55 ბავშვი სწავლობს, ავარიული არ არის და მცირე ვიზუალური დაზიანებები 1 წლის წინ მიიღო.
ეს ავარიული მდგომარეობაში არ არის. რაც არის, ეს არის. მისი შვილი კი ქართულისა და სომხური ენების მასწავლებელი იმავე დაწესებულებაში გვიყვება, რომ ხის სკოლა წლებია დანგრევის პირასაა და ახალ შენობას დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვენ. პასუხი რა იყო? პასუხი იყო, რომ განხილვაშია თქვენი სკოლაც სკოლების საშენების სიაში. მანამდე ეხლა როგორც ხედავთ ვართ ნაქირავებში, ეხლა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც ძველ სკოლაში, ასევე ნაქირავებს სახლში პატარა, მაგისთვის ეხლა სახელმწიფო სკოლა იხდის ქირას და შემდგომში უკვე არ არის ცნობილი თუ რა იქნება. ფარავნის სკოლას ადგილობრივი სახლი აპრილის ბოლომდე აქვს ნაქირავები. მაისისა და ივნისის ქირის გადასახდელად კი წელს საკმარისი თანხა აღარ აქვთ. სახლის მეპატრონემ გულისხმიერება გამოიჩინა და შენობას სასწავლო წლის ბოლო თვეებში სკოლას უფასოდ დაუთმობს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალი შენობის აშენება ფაქტია ვერ მოესწრება. ამიტომ რაბედიელის სოფლის ბავშვებს ჯერ არავინ იცის. მე მგონი ონლაინზე გადავალთ, იმიტომ რომ სხვა საშუალება არ აქვს ოფერში, გვაქვს საბავშვო ბაღი, მაგრამ ეგრეც გამოიყენება პატარა ბავშვებისთვის და ალბათ ონლაინზე გადავალთ. როგორ ექცა ქვეყანას პანდემიად, სკოლების ნგრევა და ვერაშენება. მთელ საქართველოში აახლებენ სკოლებს. ეს კლიპი საქართველოს მთავრობამ 2023 წელს გამოაქვეყნა და სიხარულით გვაუწყა, რომ სკოლის შენობებთან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ბარდებოდა. ვაასის სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია მოხდება. სად წავიდა ის მილიარდი ლარი? რამდენი სკოლა დარჩა დანგრეული დაპირებული 800 ახალი სასწავლებლიდან? ამ კითხვებზე საქართველოს ამბებმა განათლების სამინისტროს მიმართა. უწყებამ პასუხისთვის დამატებითი დრო მოითხოვა. განუსაზღვრელი დრო, როგორიც მათ სკოლების რეაბილიტაციისთვის სჭირდებათ. დანგრეულ შენობებსა და ღამის სკოლებში სწავლობს ათასობით მოსწავლე იმ ქვეყანაში, სადაც ქართული ოცნების მთავრობის მეთაურები და მინისტრები ყოველწლიურად ახალ-ახალ ცრუ დაპირებებს გასცემენ. უკლებლივ ყველა სკოლის რეაბილიტაცია. ეს გრანდიოზული გეგმა პირველად ფულის გათეთრებისთვის დაპატიმრებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა. მის შემდეგ კი ყველა შემდეგმა განათლების მინისტრმა სკოლების სრული განახლება ჯერ 2023, შემდეგ 2026, უახლესი დაპირებით კი 2027 წლამდე გადადო. 2026 წლის ბოლოსთვის ჯამში 800 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია განხორციელდება. ჩვენ 2024 წელს ძალიან ბევრ სკოლას ერთად გავხსნით. უახლოეს 60 წელიწადში 1000 ის ყველაზე გამოწვევებით ახსავსე სკოლა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, სრულად მოგვარებული იქნება ინფრასტრუქტურული პრობლემები და ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს. იმ 1000 სკოლას შორის, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად უკვე აშენებული უნდა იყოს, ან დღე-დღეზე უნდა მთავრდებოდეს, ერთი აქ უნდა იდგეს, დუისში, პანკისის ხეობის ყველაზე დიდ სოფელში. სოფელ დუისში სკოლის მშენებლობას 500-მდე მოსწავლე და მათი მშობლები წლებია ელოდებიან. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მეზობელი სოფლის ნათხოვარ სკოლაში სწავლობენ. დუისის სკოლის ეზოს მშენებლობის არაფერი, ნგრევის კვალი კი ნამდვილად ეთყობა. ერთი ცვლა იქნებაო და უნდა აშენდესო სამსართულიანი სკოლაო. უკეთესი პირობებით, დახურული სპორტ დარბაზით, მინი სტადიონით და ეხლა კი თავში ვიშენთ ხელებს არ უნდა მიგვეცანება რომ დაინგრიათ. ეხლა უნდა მოგვეთხოვა. ეხლა ფაქტიურად ნანგრევები, მეტი არაფერი. რაც ღირებული იყო ხო გაყიდეს და დანაშეს თქვენს ხედავთ. ფაქტიურად არც ის ნაგავი არც გაიტანეს რა. რაიონში უთქვიათ, 1-2 ტრაქტორი გაუშვათო. ცოტა მოასწოროსო ის ეზო და ცოტა ხანი გაჩუმდებიანო მოსახლეობა. მანანა გუმაშვილი 4 შვილის დედაა. მათგან 3 სკოლის მოსწავლეა.
უფროსები პირველ ცვლაში სწავლობენ. მათი გასტუმრების შემდეგ შუა დღემდე პირველ კლასელს ამეცადინებს. 6 წლის მარსადი მეორე ცვლაშია. საღამოს სახლში დაღლილი ბრუნდება და გვიან ღამით მეცადინეობა უჭირს. ჩიტო, ჩიო, რაო, ბატონო მერაო, ერთი ვარტყი გადმომიგდი. რა თქმა უნდა, პირველი კლასელია, თავისებურად სჭირდება ყურადღება მოულა, მეხმარები ყველაფერში ბავშვს ჩანთის ჩალაგებაში, გაკვეთილების სწავლაში, დავალებების დაწერაში. ყურადღებოთ არ ვტოვებ ხოლმე და ვაცილებ გზამდე. მეორე ცვლა 3:30-ზე იწყება, თუმცა ბავშვები სოფელ წინუბანში საათნახევრით ადრე მიხავთ. გზა ძალიან დამღლელია. ნათხოვარი სკოლის შენობა დუისიდან დაახლოებით 8 კილომეტრშია. მარსა. სოფელში ძალიან ცუდი განწყობა აქვს ყველას, რა თქმა უნდა, სკოლა რაც დაანგრიეს, ბავშვებს ძალიან უჭირთ სოფლიდან სოფელში გადაადგილება, ასევე მასწავლებლებსაც, რა თქმა უნდა, თქვენ ალბათ ხვდებით რა რთულ დროს გზას გადიან ბავშვები, მით უმეტეს ზამთარში მოყინულ მოპრიალებულ ტრასაზე, თან ძალიან ვიწრო ბილიკია, ყველას ტკივილია და წუხარება, რა თქმა უნდა, როცა ბავშვი ამ სიშორეზე გადის და აი როდის მოვა ბავშვი, როდის როგორ რანაირად როცა კარებს შემომიღებს და შემოვა, მაშინ უფრო ყველაფერი დავთავრდა მეთქი კარგად. წინუბის გზაზე ისე მეშინია შვილის ერთხელ გადავარდა იქ მასშოტკა გადარჩნენ ბეწუზე ამინდი ცუდი იყო ის ხალაცნელი შოფერი ყავდა გადავარდა მაგრამ ალჰამდულილაჰი. შიშით ცხოვრობენ მშობლები სოფელ დუისში. წინუბნის სკოლამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და მდინარის ხევის პირასაა. ზამთარში გზა იყინება და ბავშვების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის. მე ხუმრობით სიკვდილის გზას ვეძახი ხოლმე. სკოლაში მისასვლელად სიკვდილის გზის გავლა უწევთ მუხმად მარგოშვილის შვილებსაც. ზამთარში იმდენად საშიშია გზა, რომ რამდენიმე კვირით შვილებს სკოლაში არ უშვებს. წინუბნისკენ გზის პირას იმხელალოდებია, აი ერთი რო ღმერთმა დაიფაროს, რო ჩამოიშალოს, მანქანასაც ჩაიყოლებს. და ხევში გადააგდებს არა მარტო მანქანას ბავშვებიანად და მაშინ ვინ იქნება პასუხისმგებელი, ხო? მე პირადად ზამთარში 1-2 კვირა საერთოდ არ გავუშვი ბავშვების სკოლაში. იმიტომ რომ იმ გზას თქვენც ნახავდით მზე არ უდგება. ზამთარში მზე არ უდგება და უმეტესად მონაკვეთები არის მოყინული. აი ერთმანეთზე უკეთესი მძღოლები არიან. მაგრამ მოყინულმა გზამ უკვე არ იცის როგორი მძღოლი ხარ და სად მოგისტრიალდება ვერ გაიგებ, ხო? ეს უკვე რისკია. ყოფილა შემთხვევა, ყველა ბავშვი ჩამოუსვიათ მანქანიდან, მანქანა ვერ ადიოდა თურმე ერთ-ერთ მონაკვეთზე, იმ მონაკვეთზე გადაატარეს მანქანა, მერე დასხეს ბავშვები წამოიყვანეს. სიკვდილის გზის გავლის შემდეგ ახალი ბრძოლა იწყება საკლასო ოთახებისთვის. სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა სოფელ დუისის 500-ზე მეტი ბავშვი გადმოიყვანეს და ახლა ჯამში 600-მდე მოსწავლე დადის პატარა სკოლაში. სასწავლო ნაწილი კი ამბობს. ჩვენ ვეტევით, 2 წლაზე ვართ, იქაც 2 წლაზე ვიყავით, თავისუფლად ვეტევით. გადატვირთული ახლა თქვენი შეფასებით არ არის. არა, ძალიან კარგად მუშაობთ. აი ზამთარში ცოტა გვიწის კი. ზამთარში რა მხრივ გიჭირთ? ის გზა ცუდია. სკოლის ეზოში ჩვენ მასწავლებლის ნებართვით შევედით. მას შემდეგ კი, რაც დირექტორმა გაიგო, რომ სკოლის ბედით დავინტერესდით, მიმდებარე ტერიტორიის დატოვება გთხოვეს. რატო იღებთ, რა უფლებით, აბა, გეკითხებით. უფლება გვაქვს, ველაპარაკ. არა გაქვთ უფლება, წინასწარ უნდა შეახანოთ. დირექტორის სამსახურში დაგვიანებით, მეორე გაკვეთილის დაწყებამდე მოვიდა. ჩვენს დანახვაზე კი დავალება გასცა, ჭიშკარზე ბოქლომი დაედოთ. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შენობის დაბოქლომებამდე გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მალე ახალი სკოლაც იქნებოდა. თუმცა როდის ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. რას ამბობენ, როდის იქნება დუისში სკოლა? ეხლა მაისში ასე გითხრეს, რომ დაიწყება უაშენება. 3 წელიწადი ქონდათ ნათქვამი, დანგრევას და ახლის აშენებას. ეს 3 წელი რო გავიდა და ხალხმა რო მოითხოვა, მაშინ გვითხრეს.
აი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, აი უარი გვითხრეს, აი მინისტრი შეიცვალა. ამასთანავ დადეს პროექტი ვითომ დუისის სკოლის და ცოტა ხნის მერე უკვე საუბარი წავიდა დასავლეთში რომელიღაცა სკოლის პროექტი ყოფილა და ეს ხალხი რო აღელდა რომ დაეშოშმინებინათ მაგისთვის გაუკეთებიათ ეს. ხალხის დასამშვიდებლად საქართველოს ამბების სტუმრობის შემდეგ სოფელ დუისში ქართული ოცნების ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. სკოლის დანგრევიდან 4 წლის თავზე რევაზ სოხაძემ ბოდიში მოიხადა და ახალი პირობა დადო. მინდა ბოდიში მოუხადო მოსახლეობას იმ გაჭიანურებისთვის, რაც ამ პროცესთან ახლავს, თუმცა ჩვენ აქტიურად ჩავარდით ახლა პროცესში და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად დავაჩქარებთ ამ პროცესს. ქუჩის ხალხად გვაქვს რამე? ხო, მაშინი ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრთან შეხვედრის მოლოდინში თბილისის მე-14 სკოლის ნანგრევებთან აქციების მე-10 დღეს მოსწავლემ გონება დაკარგა. ასობით ბავშვმა და მათმა მშობლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და ბავშვები გაკვეთილებს აღარ ესწრებიან. ამის მიუხედავად მათი ბედით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ერთი მისამართიდან მეორეზე დავდივართ ესე უკაცრავად და მახსენდება ეს იგავარაკი რწყილი და ჭიანჭველა. ჩვენ ვითხოვთ თოქს და არ გვაძლევს, არ ძღორი გვაძლევს ჯაგარს მაგ განსხვავებით და არ ძროხა გვაძლევს რძეს და ჩვენ ვითხოვთ მას დოკუმენტს, რომ აშენდება ეს სკოლა და პარალელურად დაუყოვნებლივ ვითხოვთ ალტერნატიულ ფართს დილის მენაში. 4 წელია რაც ნაძალადევის რაიონის მე-14 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის დახურეს და მალევე დაანგრიეს. ახლა ბავშვებს სწავლა მეორე ცვლაში. მათი უბნიდან 7 კილომეტრის დაშორებით თემქის 154 სკოლაში უწევთ. არავინ არ უკითხა, ჩვენ 154 სკოლაში რო უნდა გვევლო. ზაფხულში მოვედით, შენობა დაგხვდა დანგრეული, აგიშენდებათ, აგე 4 წელიწადში. ბატონო, ეხლა 2026 წელია და იანვრამდე თუ აგუშენებენ, მადლობელი დავრჩებით, ხო ზღაპარია ეს. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კლასი დერეფნებში დგანან. რომ სანამ 154 სკოლის ბავშვებს დაუმთავრდებათ გაკვეთილები. ანტისანიტარია აი სრული, ჩვენ ვაგროვებთ თანხებს და ვატანთ ბავშვებს სველი სალფეტკიდან დაწყებული, უკაცრავად და ტუალეტის ქაღალდით დამთავრებული. ბავშვებისა და მშობლების ყოველდღიურობა გაუსაძლისი გახდა. 2 კვირაა სკოლაში აღარ დადიან, თუმცა 4 წლის განმავლობაში ნაგავსაყრელად ქცეული სკოლის ეზოდან ნათხოვარ შენობამდე გზა ასეთი იყო. 12 საათზე აუცილებლად ერთი მშობელი მაინც უნდა ახდეს ბავშვს, რომ ჩასვას სამარშრუტო ტაქსში. ჩვენ ვითვლით იქ, ვინ მოდის, ვინ გვაკლია, ყველა ამოვიდა, რამე არ დაეჯახოთ. ასე ვაცილებთ ბავშვებს, მერე იქიდან მასწავლებელი, დამრიგებელი კრიბავს კიდე დამატებით იმ შენობიდან ბავშვებს, უნდა ამოიკითხოს სია და დაითვალოს, რომ არავინ დარჩეს სკოლაში. მერე ვრეკავთ და ვწერთ, შენი შვილი მოვიდა, ხო არ დაიკარგა, შემთხვევები იყო ბავშვი დაავიწყდათ იქ სამარშრუტო ტაქსში, მერე ის უფროს კლასელებმა უნდა წამოიყვანო, მერე მასწავლებელი გულის ყეთქვით რეკავს და გარბის დამრიგებელი კიდე თემქის ბოლოში და აი კატასტროფაა და გაუსაძლისი. ანუ ჩვენც ვსწავლობთ ამ ბავშვებთან ერთად რა სტრესს. და მეკითხება ეხა ჩემი პატარა 7 წლისაა, რომ რატო დადის ნაგავსაყრელი და სკოლაში. სტრესის, ნერვიულობის და დაღლილობის გამო ბავშვებს სკოლაში სიარული აღარ უნდათ. გაუარესებულია სწავლის ხარისხი. მოსწავლეებს აღარ აქვთ სხვადასხვა წრეზე სიარულის დრო და ყველაზე მთავარი, ენატრებათ თამაში. ყველანაირი ენერგია გამოცვლილები, დაღლილები, დასვენების საშუალებასაც არ ვაძლევ ამ ჩემ მთელი დღის სახლიდან გასულ შვილებს. პირდაპირ 13 საათინოთ, ესე იგი, ისეთ რეჟიმში მყავს, სკოლაში სიარული აღარ უნდა. დაარდობს 9 წლის მარიამი, ჩემი შვილი, რომ სათამაშო დრო არ რჩება. რის გამო? აი ამ რეჟიმის გამო. ბავშვებთან ერთად მასწავლებლებიც გადაღლილები არიან. მათაც ყოველდღიურად მიკროავტობუსებით უწევთ ზუსტად იგივე გზის გავლა. პედაგოგებისთვის გაუგებარია, რატომ არ დაინტერესდა ჩაშლილი სასწავლო პროცესით განათლების სამინისტრო. როდესაც მოვდიოდით, იმ დროს ვიწყებთ სწავლას. შუა დღეს ვიწყებთ სწავლას და ეს არის აი იმდენად დამღლელი და იმდენად რა ვიცი, აი დამამცირებელია ჩვენთვის რა, რომ აი როდემდე უნდა ვიყოთ ასე. სწავლის ხარისხზეც იმოქმედა ბავშვებზეც და ჩვენ თვითონ მასწავლებლებიც ძალიან დავიღალეთ.
მხოლოდ ნაძალადევში ერთდროულად 6 სკოლა დაანგრიეს. მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-14 და ეს უკანასკნელი 113 სკოლა. მათი უმრავლესობა ნაგავსაყრელადაა ქცეული. იმ სკოლებში კი, რომელიც ჯერ ისევ ფუნქციონირებს, უბნის ბავშვებისთვის ადგილები აღარ არის. თბილისის საკრებულოს წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი ნაძალადევში დაიბადა და მე-14 სკოლა დაამთავრა. მას 3 შვილი ჰყავს და იძულებულია 3-ვე სხვადასხვა უბანში ატაროს. მიწევს ჩემი ტრანსპორტით ვატარო, მიწევს სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რადგან თბილისში არის ტოტალური უკმარისობა სკოლების, მრავალსართულიანი შენობების შენდება ყოველფეხის ნაბიჯზე და ვერა და ვერა შენდა სამსართულიანი სკოლები, რომ მშობლებს კონდეთ იმისი ფუფუნება, ასე ვთქვათ, კომფორტი, რომ ბავშვები მიიყვანონ საკუთარ სახლებთან ახლოს. რატომ ვერ სრულდება სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია დროულად და ვინ არის პასუხისმგებელი გაჭიანურებულ პროცესზე? ბოლო წლების განმავლობაში სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის წარუმატებელი პროექტებისა და თანხების სავარაუდო გაფლანგვის გამო დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. გაიჩხრიკა ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლიც. ასევე ქართული ოცნების წევრის ირაკლი ზარქუას ოჯახის წევრთან დაკავშირებული კომპანია ლაგი კაპიტალის წარმომადგენლებიც დააკავეს. მათ ბრალადებად 4 სკოლისა და 30 ბაღის ასაშენებლად გამოყოფილი 9 მილიონი ლარის უკანონოდ მითვისება. ამავე საქმეზე ბრალდებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, რომელმაც გამოძიების თანახმად ხელი შეუწყო თაღლითობას. ტენდერების უმრავლესობას იგებენ მართული პარტიის შემომწირველი კომპანიები, რომლებიც ბევრი მიზეზის გამო არ არიან პასუხისმგებლიანები, არ არიან ანგარიშვალდებულიანი, იმიტომ რომ მათ აქვს კონკრეტული კავშირები ნაცნობობა მართულ წრეებთან და ბევრი რამე ეპატიებათ. ამის გამო დაიწყო არაერთი სკოლის მშენებლობა, არაერთი სკოლის ტენდერი მოიგეს და ვეღარ მიიყვანეს ბოლომდე და გამოიკვეთა კიდევაც. ხო არსებობს ინფორმაციები, რომ კონკრეტული დეპუტატების და ნათესავების იძეები, ავიცი მულიშვილები, ძმისშვილები არიან ჩართული ამ პროცესში. საქართველოში 2086 საჯარო სკოლაა, სადაც განათლებას 600,000-ზე მეტი ბავშვი იღებს. მოსწავლეების დიდი ნაწილი 2 და 3 ცვლაში სწავლობს. მხოლოდ ბოლო 5 წელში საქართველო 22,000-ზე მეტმა მოსწავლემ დატოვა და მშობლებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. ადამიანის წინსვლა და სახელმწიფოს განვითარება მე მგონი იწყება პატარა სოფლიდან, პატარა ოჯახიდან და მერე უკვე მესამე ეტაპი მოდის სკოლა, რომელიც დღეს ჩვენ არ გვაქვს და ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენზე. სოფლიდან უკვე წავიდნენ 3 ოჯახი, რათა ბავშვისთვის უზრუნველყონ კარგი მომავალი და მომავალი კიდე დამოკიდებულია კარგი განათლების მიღებაზე. ჩვენი მომკითხავი არავინ არ არის. აი როგორ შეიძლება ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში არ აინტერესებდეს განათლების მინისტრს, რომ 10 დღის განმავლობაში ბავშვები სოდნას არ იღებენ, სკოლაში არ დადიან. რას ვითხოვ, რომ ჩემმა შვილმა, ჩემსავე უბანში, ჩემი სახლის წინ ისწავლოს სკოლაში. უკეთეს რას ხსნით, ხო? მოდით გითხარით უკეთესი თუ რამე არის, მივესალმები, მე თვითონ ხელებს აუძებ, პირველი მე დაგიდგებით, არც არაფერი გახსნილა და ეს ბავშვების ფაქტიურად განათლების გარეშე დაშინა. მოთხოვნა არის სკოლის მშენებლობა, მოლოდინი არის ჩათვალეთ 0%. ნუ მე რო ყოფილიყავი სახელმწიფო, ჩემი უპირველესი იარაღი იქნებოდა ახალი თაობის განათლება. რამდენი სკოლაა საქართველოში ასე? ფარავნის სკოლასავით გამოშიგნული საკლასო ოთახებით ნაქირავებ ფართში. ან პანკისივით 600 ბავშვით 90 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში. ეს იმ კითხვებს შორის იყო, რომელზე პასუხის მოსამზადებლადაც განათლების სამინისტროს დრო სჭირდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ საკითხებთან ერთად მათგან მშენებლობის, ტენდერების, საპროექტო სამუშაოების დოკუმენტაციაც მოვითხოვეთ ჩაბარებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგის დასკვნებთან და გამოვლენილ დარღვევებთან ერთად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს სკოლა კარგა ხნის დამთავრებული ექნებათ პასუხს რომ მივიღებთ. და თუ საერთოდ მივიღებთ, დიდი ალბათობით სულ სხვა მინისტრისგან.
ბრუნდებით ეთერში. ჩვენი სტუმრები არიან ქეთევან სეფიაშვილი, მასწავლებელი, ელენე კერესელიძე, მე-14 სკოლის მოსწავლის მშობელი, ნიკა ჩერქეზიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი. ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის და დავიწყოთ პირდაპირ მშობლებით. ელენე, ყველაზე დიდი პრობლემა რაც ამ პროცესში თქვენთვის გამოიკვეთა და როდის დაიწყო ეს? გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით იმ ბავშვებს და მშობლებს, ვისაც ეს თვეები უწევთ ქუჩაში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლისა და განათლების მისაღებად. გიერთებით აბსოლუტურად დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის ნამდვილად ჩავდგებით ყველანი რიგით მებრძოლებათ, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ პრეპარატი, რომელიც მათი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. მადლობთ. ჩვენი პრობლემა დაიწყო 2022 წელს, როდესაც დამთავრდა ზაფხული და მივედით და აღარ დაგვხვდა მე-14 საჯარო სკოლა. თქვენ მანამდე ინფორმაცია არ ქონიათ? მანამდე ინფორმაცია არ ქონია, რომ აი სკოლა უნდა დაიგრეს და ჩვენ მშობლებს ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია არ გქონია. მაგ დროს ჩემი შვილი უკვე მე-5 კლასში იყო პირველი და ისიც არ ვიცოდით, მივედით და წაგვიყვანეს 154 საჯარო სკოლაში, რომელიც მდებარეობს თემქაზე. ეს ვინ გადაწყვიტა, რომ თქვა იქიდან იქ უნდა წაეყვანეთ? აი ამ ტიპის თქვა რაღაცა კონტაქტი მშობლებთან თუ იყო კომუნიკაცია რომ? არ ვიცით, ჩვენთან რიგით მშობლებთან არაფერი გაჟღერებულა. მასწავლებლებთანაც როგორც ვიცით, დიდი შეთანხმება არ ყოფილა, უბრალოდ სახელმწიფომ გადაწყვიტა ესე, როგორც მასწავლებლების ნაწილი გვეუბნევა და წავედით 154 საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში. და ბანერი რომელიც იყო მაშინ და გვეუბნეოდა რომ 2026 წელს ჩაგვარდებათ მე-14 საჯარო სკოლა, აი ესე მოვედით დღემდე და რამდენი ბავშვის ტარება გიწერთ ახლა სკოლაში, ელენე? ჩემი პირადად 2 შვილი დადის. სულ როგორც ვიცი, სკოლაში 560 ბავშვია, დღესდღეობით მე-14 საჯარო სკოლაში. ჩვენ ვიკრიბებით 12 საათიდან ვიწყებთ შეკრებას, პირველი, მეორე, მე-6 კლასის ჩათვლით, სამარშრუტო ტაქსებში ვითვლით, რამდენი. ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ სამარშრუტო ტაქსებს? ყოფნის ყველას ეს სამარშრუტო ტაქსები? არა, საკმარისი რაოდენობით არის, რადგან 50 წუთით ადრე მიყავთ 6 კლასის ჩათვლით ბავშვები, იქ ბავშვები იცდიან დერეფანში, რომ 154 საჯარო სკოლას დაუმთავრდეს საგადკვეთილო პროცესი. და შემდეგ უკვე მეორე ცვლაში დიახ, იმ სამარშრუტო ტაქსებმა ხო უნდა წაიყვანო მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 კლასის ჩათვლით. და მე მოდიან ისე ჩვენ 5:30-დან უკვე უნდა მივასწროთ, რომ ბავშვებს მე-6 კლასამდე დაველოდოთ ამ სკოლის ნანგრევებთან. რომ უკან მოიყვანონ და ჩვენც ჩავიბაროთ, ვისი მშობელიც არ არის მოსული, დაველოდოთ, დავრეკოთ, აბა ვინ მოდის, ვინ არ მოდის, ვინმე ხო არ დარჩა და ესე მასწავლებლებიც, ეს დამრიგებლებიც მე-6 კლასის ჩათვლით განსაკუთრებით, აი ესე წვალობენ, იტანჯებიან, ითვლიან ბავშვებს, ელოდებიან, მიყვებიან, მერე მოყვებიან უკან, ელოდებიან მშობლებს და აი ესე თითქმის 6:30-მდე ხშირად გვიხდება იქ. ანუ ბავშვებს აი რა პერიოდი ჭირდებათ, რა დროს ხარჯავენ გზაში, მხოლოდ აი მარტო გზა რო ავიღოთ, თქვათ იქით და აქეთ ეს რა დროს მოიცავს? არ ვიცი, ხა თუ გაგვიმართლა უკანა გზაზე და საცობში არ მოხვდნენ, თუ შევაჯამებთ სადღაც საათი-საათნახევარიც საღამოს ცვლას ხშირად მაგალითად, რა ვიცი, 2 საათიც დაულოდებივართ, საწობია, ვერ მოვდივართ, არის შემოვლითი გზა, რომელიც სასაფლაოზე გადმოდის, ასე რომ ვთქვათ და მაგას ვერ გავსაზღვრავთ ერთი სიტყვით. თქვენ დღეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის დასრულდება, თქვათ, თქვენთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი და როდის ელოდებით, რომ თქვათ, მე-14 სკოლა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას? ანუ ჩვენ 25 მარტიდან ესე გადავწყვიტეთ, რომ გამოსულიყავით ქუჩაში. გვახსოვს კი. და შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი. ვითხოვდით ყველასთან შეხვედრას, ჩვენთან არავინ მობრძა და მივედით ჩვენ. დღეს ერთადერთი კარგი რაც მოხდა, ქალბატონმა ტატა ხვედელიანმა ჩვენი საკითხი დააყენა, იქ იყო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და თქვა, რომ განიხილავენ ჩვენთვის ალტერნატიულ ფარდს. სკოლის მშენებლობამდე ხა მოგეხსენებათ, ჯერ პროექტირება არ არის დამთავრებული, დღეს მონახაზი დაიდო, ესეც უკვე კარგია.
რომ პროექტის მონახაზი არსებობს. ზუსტად იმ ადგილას, რომელ ადგილასაც იდგა მე-14 სკოლა, თუ რამე ალტერნატიულია კიდე? არა, იმ ადგილას თუ იმ ფლიგელში, სადაც ხალხია კიდე შესახლებული, ის ცალკე პრობლემაა კიდე, სადაც ამ 14 წლის მანძილზე იქ ხალხი შესახლდა ამ სკოლის მეორე ფლიგელში, რომელიც ჩემ ბავშვობის დროს 86 წელს მიაშენა ამ სკოლის დირექტორმა ბატონმა ზურაბ ქარჩავმა, მას გარდაცვლილმა 2500 ბავშვი ვიყავით მაშინ იმ სკოლაში და იქ ცხოვრობს მოსახლეობა. ანუ 2500 ბავშვიდან ამ წუთას 540 ბავშვს ხო. აი ახლა ნიკა რაც მოყვა ელენემ პირველ რიგში რა თქმა უნდა მოსწავლეები, ბავშვები ჩვენი მომავალი, მაგრამ მეორე მხრივ ამ ყველაფერს სჭირდება საკმაოდ ისეთი მძიმე ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები, მაგალითად ოჯახმა რომ თქვენ სამი შვილი გყავთ. სამივე ბავშვი სჭირდება, როგორც ახლა ვიდეოში ყვებოდით, ყურადღება რომ წავიდნენ ბავშვები, მოვიდნენ, გააცილოთ, დახვდეთ. თქვენი სამსახურის იმისთვის რომ ოჯახი იყოს, ასე ვთქვათ, იმის შეძლების მქონე, თუნდაც ახალი ფორმები რომ შეუძინოს სამ შვილს, ეს არ არის პატარა ხარჯები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. როგორ ახერხებთ, რომ თან იმუშაოთ და თან შვილებს, ვთქვათ, შვილებს გააცილოთ სკოლაში და დახვდეთ შემდეგ სკოლის შემდეგ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტიკული თემა დღევანდელ საქართველოში, მაგრამ მინდა შეუერთდე ელენეს წინა სიტყვაობას, რაც თქვა, იმიტომ რომ მაინც პრიორიტეტი ჩვენ უმძიმეს თემაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების განათლებას, მაგრამ დღეს ქვეყანაში არიან მშობლები, რომლებიც წამალს ითხოვენ საკუთარი შვილებისთვის და მინდა ჩვენი აბსოლუტური სოლიდარობა გამოხატო. მე ვიქნებოდი ბუნებრივია მათ გვერდზე, დღეს ხე გადაცემაში ვიყავი მოსასვლელი და მოვედი, მაგრამ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს ბოლომდე ბუნებრივია ვიქნებით მათ გვერდზე და აუცილებლად მიზანს მივაღწევთ ამ ბავშვებს ეკნებათ წამლები. ეს რაც იყო ყველაზე მთავარი ჩემი აზრით დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული უმთავრესი. რაც შეეხება ჩვენ სასაუბრო თემას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მთავარი პრობლემა არის უპასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ეხლა ელენე საუბრობდა, რომ 25 მარტის შემდეგ მიმდინარეობს ეს პროტესტი. აქ განსაკუთრებით მძიმე არის ის ამბავი, რომ 4 წლის განმავლობაში ეს ბავშვები არიან მოსწავლეები მიმკედლებელ სკოლაში და ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას. ჩვენ საზოგადოებას უნდა აუხსნათ, რომ აქ იგულისხმება ის, რომ ბავშვები სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით. ისინი სწავლობენ მეორე ან მესამე ცვლაში. აქ საუბარია 30 ან 35 წუთიან გაკვეთილებზე. ბუნებრივია ისინი ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას, კარგავენ უამრავ დროს გზაში. შესაბამისად, რადგან სწავლობენ მეორე და მესამე ცვლაში, რომ ბრუნდებიან, ბუნებრივია ვერ დადიან სპორტზე, ვერ სწავლობენ უცხო ენებს. ანუ არასრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ეს მოსწავლეები უკვე წლების განმავლობაში. და ესეთი სკოლა არის დღეს მე დავთვალე, 42 სკოლა არის დღეს კიდევ თბილისში, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს და აქ უამრავ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთ-ერთი საკითხი ახლა რადგან საუბრობდა ელენა, მინდა რომ თქვენც ეს კითხვები დასვით ამ საკითხს მიუბრუნდე, აი ტრანსპორტირების საკითხს, ხო? უყურეთ რა ხდება. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ეს პრობლემა არის საქართველოში და თბილისში, ხო? ერთადერთი კომპანია ემსახურება ამ სკოლებს, არანაირი კონკურენცია არ არსებობს, აი წარმოიდგინეთ, პრეტენდენტიც არ შედის ტენდერში, არის ერთ-ერთი კომპანია Time Service, შპს, მე წინასწარმეტყველური უნარებით არ ვარ დაჯილდოვებული, მაგრამ ბევრჯერ ვთქვი, რომ ამ ტენდერსაც ახლა რომელიც გამოცხადდა, კვლავ ეს შპს მოიგებს. მარტო ერთი სემესტრის მომსახურება, ახლა რაც დავთვალე, 4 მილიონ ლარამდე არის. გამოცხადდა ტენდერი 3 მილიონ თუ სწორად მახსოვს 750,759 ლარზე, მინდა გავიმეორო, 3 მილიონ 750,759 ლარზე და რას ფიქრობთ, კომპანიამ რა თანხა დაწერა, რა თანხა მიიღებს მონაწილეობა. ზუსტად იგივე თანხა. არც ერთი ლარი არ დაიზოგ. ანუ ხვდებით, ხო წლების განმავლობაში იფლანგება ეს თანხები და რატო ხმარობ ამ სიტყვას და არ არის ეს უტრირება. იფლანგება, იმიტომ რომ ახლა მე-14 საჯარო სკოლაში როცა მიმდინარეობს ეს პროტესტი, ბატონები ინფრასტრუქტურის მინისტრი და განათლების მინისტრი მიბრძანდნენ მე-10 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად. და ეს მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ახლა ქვია მიმდინარე, ხო? 2024 წელს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო ამ სკოლის მშენებლობა. ანუ ხვდებით, ხო? 2024 წელს უკვე მათივე გამოცხადებული ტენდერით, მათივე გაფორმებული ხელშეკრულებით უნდა დასრულებული იყო 2 წლის წინ და ახლა მივიდნენ ყოფნით უტიფრობა ქვია ამას. მივიდნენ დადგნენ შთაგონებული სახეებით, ამუნიციით,
რა ვიცი, გზა გადაკეტეს ლამის იმდენი მანქანებით და დადეს რა თქმა უნდა სურათები როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ისე ინფრასტრუქტურის რომ აი მუშაობენ და მივიდნენ დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები იმ სკოლის, რომლის სკოლაში სასწავლო პროცესი უნდა უკვე მიმდინარეობდეს. ხო ხდებით, ხო? და ესე იგი ვიღაცის არაკეთილსინდისიერებას, არაკომპეტენტურობას, უპასუხისმგებლობას, არაანგარიშვალდებულებას ეხლა ეწირება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რომელ თანხებსაც ეხლა ითხოვენ ეს მშობლები საკუთარი შვილებისთვის, წამლისთვის და ვიღაცას რომ უნდა დაესრულებინა სკოლის მშენებლობა 2024 და 2025 წელს და ეხლა რომ იფლანგება თანხა ამ ტრანსპორტირებაში, მე ეს ტრანსპორტირების თანხების დავთვალე. უკვე 50 მილიონს რო გადავწვდი, შევწყვიტე. ანუ წარმოედგინეთ ხალხო 50 მილიონი ლარი იხარჯება იმაში, როცა 50 მილიონი ლარი რამდენ სკოლას ააშენებდნენ, ხო? დამატებით ეხლა თუნდაც მე-14 საჯარო სკოლა რო ავიღოთ. მე-14 საჯარო სკოლის ბავშვების მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე თავიდან იხარჯებოდა სადღაც 700 და 800.000 ლარი. ეხლა აღარ იხარჯება, იმიტომ რომ გაილია სკოლა. 2500 მოსწავლიდან ჩამოვიდნენ 500 მოსწავლეზე. იმიტომ რომ ეხლა უყურეთ როგორი ამბავია. მე არ მინდა ეხლა რომ მშობლები რაღაცა უფრო ფსიქოლოგიურად დავტვირთო, მაგრამ მეც მშობელი ვარ, თქვენ ეს კითხვა დამისვით. ჩემი სამივე შვილი მე შევძელი რაღაცნაირად, მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრებიც, რომლებიც სამწუხაროდ იმიტომ ვიძახი, რომ ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. ემიგრანტები არიან, ჩემი ძმაც და ჩემი დაც არიან ემიგრანტები და იქიდან მეხმარებიან და შევძელი, რომ ჩემი შვილები მარშრუტკებით ესე წრიდან წლამდე არ ეტარებინათ, მაგრამ რამდენ მშობელს არ აქვს მაგის შესაძლებლობა. რამდენმა მშობელმა ვერ, მაგრამ მე რა ვერ მოვახერხე უყურეთ, მინდოდა რომ სამივე შვილი მიმეყვანა ერთსა და იმავე სკოლაში, იმიტომ რომ მარტივია ლოჯისტიკა, წავიყვანდი ეხლა სამივე შვილი დადის თბილისის სხვადასხვა სკოლაში, იმიტომ რომ ვერ დაარეგისტრებ, აი თქვენ თქვით ხო, რომ ვერ მინდოდა მიმეყვანა ერთ სკოლაში და ვერ მივიყვანა, იმიტომ რომ ადგილები არ არის. ტოტალური უკმარისობა არის თბილისში სკოლების და ამის ფონზე როცა სკოლები არ არის, აგერ მე-14 საჯარო სკოლა მიწასთან არის გასწორებული, 113 საჯარო სკოლა, მე-10 საჯარო სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მე-11 საჯარო სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მე-4 საჯარო სკოლაში და ამის ფონზე როცა სკოლის შენობები ვერ შენდება და სკოლის შენობებს ვერ აშენებენ და ბავშვებს საჭმელი შეათ, ხო, ვიცით ხო, ყველა 35% მთელი დღის განმავლობაში ვერ იკვებება. მოსწავლეების მესამედი ვერ იკვებება და ეხლა მოიგონეს ახალი ბუტაფორიული რაღაც, რომ სასკოლო ფორმები უნდა შემოიტანონ და ესეც რის ხარჯზე. აქაც რამხელა ცინიზმი არის. თუ სახელმწიფოს გაქვს ეს პროგრამა და შემოგაქვს ეს ინიციატივა. კეთილი უნდა ინებო და ის უნდა მოახერხო, რომ შენ უნდა შეიძინო ეს ფორმები, ხო? როგორ შეიძლება? თქვამი რომ თქვა აი სოციალურად დაუცველებისთვის იქნებოდა ესეც პრობლემაა, რატოა იცი პრობლემა? ეს შემოაქვთ თითქოს თანასწორობის ღირებულებას უჭერენ ხაზად თანასწორობის პრინციპებს, მაგრამ უყურეთ, იქნებ იმ ოჯახს, იმ ბავშვს, ხო, სიამაყეა, თავმოყარეობის გზნობა. შეიძლება საერთოდ არ უნდოდეს, რომ მისმა თანაკლასელმა იცოდეს, რომ სოციალურ შემწეობაზე არის დამოკიდებული. აქ ხო ღირსებასთან აქვს საქმე. ძალიან ბევრი ისეთი შრი არის, რომელსაც ადამიანური შრეები არის. მე რა თქმა უნდა ამით სტატუსების მიხედვით ღმერთმა დამიფროს ადამიანები რომ გამოსხოვო, მაგრამ მე ჩემი ცხოვრებიდან ვიტყვი, მერიდებოდა რომ რაღაცა კომფორტული სახლი არ მქონდა და ჩემი კლასელების მიყვანა არ შემეძლო სახში. ხო, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტებია და შენ რატო უნდა ჩააყენო მოსწავლე იძულებით ისეთ მდგომარეობაში, რომ მისმა თანაკლასელებმა გაიგონო სოციალურად დაუცველია თუ სოციალურ შემწეობას იღებს თუ იქნებ არ უნდა ამბავს. საერთოდ ამის გაგება რატო უნდა ჩააყენო ამ მდგომარეობაში? სხვადასხვა როდესაც გადაცემას ვაკეთებდი სწორედ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, იქ სწორედ ეს მომენტი იყო, ბავშვები ამბობდნენ თვითონ. რომ მე მერიდებოდა ჩემი ლანჩბოქსის ამოღება და ჭამა, იმიტომ რომ ხედავდი რომ ჩემს მეგობარს თქვა გვერდზე მერხზე არ ქონდა იგივე საშუალება. ანუ აქ თუ ადამიანი რა თქმა უნდა ნორმალურია და ნორმალურ ოჯახში იზრდება, ბუნებრივია მასაც არა მხოლოდ სოციალურად დაუცველის პრობლემა ხდება, ეს ხდება ყველა ნორმალური ადამიანის ბავშვის, რომელიც ხედავს რომ მის გვერდით ადამიანს არ აქვს. სულეწინადებას დავამატებ თუ შეიძლება. მე დაგიბრუნდებით ნიკა უცეთ ჯერ დაასრულეთ ამ თემას მინდა რომ დავამატოთ. თანასწორობის პრინციპებს თუ უჭერენ ხაზ და ეს თუ უნდა საკუთარი შვილები ჯერ მე ყველა ბავშვს უსურვებ ბედნიერებას, წარმატებას, ბუნებრივია, ორი აზრი არ არსებობს. ჯერ საკუთარი შვილები გამოიყვანონ კერძო სკოლებიდან და საჯარო სკოლებში მიიყვანონ, ჯერ ამით დაიცვან თანასწორობის პრინციპები და შემდეგ ფორმით და ასეთი ზედაპირული ამბებით. ქეთევან ახლა ნიკამაც თქვა რომ 45 წუთიანი გაკვეთილების ნაცვლად ტარდება 35 წუთიანი გაკვეთილი. როგორ შეიძლება 45 წუთი რაც გამოთვლილია და საჭიროა თქვა და ერთი
ისეთი ნორმალური გაკვეთილის ჩასატარებლად ჩაეტიოს 35 წუთში. თქვენ როგორც მასწავლებელი რა პრობლემას ხედავთ? ეხლა ნახეთ, ჩვენ სკოლაში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ ჩვენ 22 სკოლაში, როდესაც გადაგვიყვანეს, მაშინაც დილის ცვლაში ვიყავით ჩვეულებრივ და ჩვეულებრივ 40 წუთიან გაკვეთილებს ვატარებდით. ეხლაც გადაგვიყვანეს, გადაგვტყორცნეს ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფლიგელში გურამიშვილსა და სარაჯიშვილის შორის და იქაც ჩვეულებრივ 40 წუთიან გაკვეთილებს ვატარებ და არ ვიცი, ალბათ სექტემბრიდან ისევ 45 წუთიანზე გადავალთ, იმიტომ რომ სივრცე საკმაოდ დიდი გვაქვს, ასე ვთქვათ, გვიმართლებს ელენესთან შედარებით და 113. ხოლმე რომ ვისაც არ უმართლებს, ვისაც 35 წუთიანი გაკვეთილია. უყურეთ, ზუსტად ამ ხალხს ვამბობ, რომ 113 სკოლა მიწასთან არის გასწორებული, მე-14 სკოლა მიწასთან არის გასწორებული. ესენი დადიან უფრო შორს კიდე ვიდრე ჩვენ, გაცილებით უფრო მეტი მანძილის გავლა უწევთ და შესაბამისად იმიტომ არის ეს გაკვეთილები შემცირებული. დიახ, არ არის საკმარისი 35 წუთში, ჯერ მარტო ახსნას ვუნდები ხოლმე ჩემი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე. დიახ, ჩემი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი ხანი გჭირდება ახსნას და იქ 4-5 ამოცანა თუ არ ამოხსენი, ჩათვალე რომ ვერაფერი ვერ გააკეთე გაკვეთილზე, ხო? მე ცოტა სხვა იმას ვეტყოდი, აი რას იწვევს აი აქ სხვა ადგილზე გადასვლა. ყოველთვის გვაქვს ეს უკმარისობის განცდა, რომ აი ერთი ადგილიდან მე-12 სკოლიდან გადაგვიყვანეს 22-ში, 22-დან კიდე გადაგვტყორცნეს სხვა ადგილზე და არ გვაქვს აი სტაბილურობის შეგრძნება, რომ აი ხვალ რა მოხდება. ნიკა მკითხვა ეხლა რომ თქვენ სკოლა შენდება და ასე ვთქვათ, გავარკვეთ რომ ფანჯრებიც უკვე ჩასვეს რაღაც, მაგრამ მაინც იცით როგორ რაღაცა, როდესაც არა გაქვს შენი საკუთარი შენობა, ძალიან ცუდი არის მასწავლებლისთვისაც. ეხლა ჩვენთან გვაქვს ესეთი მე ყველაზე მეტად მინდა ხაზი გაუსვათ მაპატიას შეგასწრებინეთ განათლების მიღების საკითხს. აი როგორ ხო აი ეს არის ყველაზე ნახეთ, როდესაც მივიღეთ რაღაც ქიმიის მასწავლებელმა მიიღო კონკურსში მონაწილეობა და გადასცეს ლაბორატორია, იმ ლაბორატორიას ვერ გავშვით ვერსად, იმიტომ რომ ეს დასაწყობებულია. არ გვაქვს ადგილი, სადაც შეიძლება რომ ანუ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვები, რომლებიც სხვა სკოლებში დადიან, აი ამ ტიპის კვლევებს, ან ამ ტიპის გაკვეთილებს ვერაფრით ვსდიდებით. ვერ სარგებლობენ? ვერ ვისარგებლეთ, იმიტომ რომ არ გვაქვს ეს შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ის ინფრასტრუქტურაში, გვაქვს პროექტორები, გვაქვს ტელევიზორი, ისე ვერ გამოიყენებ, როგორც შენ საკუთარ შენობაში და შენ საკუთარ გარემოცვაში და ხალხს ეხლა გამახსენდა, რომ ქიმიის გაკვეთილები განსაკუთრებით მიყვარდა სწორედ აი ამ ცდების გამო ვიყავი ერთი სული მქონდა როდესაც იღებ ამ უპირატესობას, რომ იმარჯვებ, ეხლა ვთქვათ ილიაუნმა გადმოგცა 3 რობოტი, ქონდა რობოტიკის კლუბი, ვერც იმას ვეღარ ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ არის მაგის საშუალება, რომ ანუ ეს განათლების სამინისტრომ წაიღო სადღაც დაასაწყობა, რომ შეინახოს. არა, სკოლაშივეა, მაგრამ სადაც დანგრეულია სკოლა? სივრცე არ აქვს, საკუთარი კლასები არ აქვს. ჩვენ გვაქვს ეს სივრცე, აი ეგ განსხვავება. ჩვენ კლასიც კი არა გვაქვს საკუთარი, კარადა არა აქვს ბავშვებს და არაფერი არ. მასწავლებელს არა აქვს თავის შესანახი უჯრა. ანუ აი ბავშვი მაგალითად მინდა ჩაცმული ზამთარია და უნდა გაიხადოს რაღაცა და დაადოს და დარჩა თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ეს შეხიზნული სკოლები კი არა თვითონ მასპინძელი სკოლებიც ძალიან ცუდ სიტუაციაში არის თუნდაც იმიტომ რომ ყოველთვის აი რაღაც დაძაბული სტუმარი გამიგე ერთი დღე ორი დღე მაგრამ ეს ხო წლობით გრძელდება და როგორია იმ სკოლისთვისაც შენ აბაჩქარა დაამთავრე გაკვეთილები და შენს მერე უნდა სხვა შემოვიდეს ხომ ჩაატაროს და აი ესეთი ძალიან ცუდი დაგიბრუნდებით ქეთი ჩვენ მოვიკითხეთ რა თქმა უნდა და მთელ საქართველოში შეიძლება ითქვას რომ აბსოლუტურად იდენტური მდგომარეობაა ძალიან ბევრ რეგიონში ეს იქნება გურია ეს იქნება კახეთი სვანეთში ბეჩოს სკოლაზე სასწაული ხდება და ძალიან ვდარდობ რომ სვანეთიდან ჩვენ ვერ შევძელით ვერავის ჩართვა მართლაც გაოგნებული ვარ როგორ შეიძლება ვთქვათ არავის ვადანაშაულებ რა თქმა უნდა ეგ ყველა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს მაგრამ რაც ჩვენ გვესმის რეგიონების ვთქვათ სკოლებთან დაკავშირებით არანაკლებ ძიმე მდგომარეობა ახლა ჩვენ გურიიდან ჩაგვერთვება თვითმმართველობის მკვლევარი ბატონი ამირან გიგინეიშვილი ძალიან დიდი მადლობა ბატონო ამირან რომ გამოყავით ჩვენთვის დრო რაც წავიკითხეთ გურიაში ძალიან ძიმეა მდგომარეობა ძალიან ბევრ სოფელში განსაკუთრებით მაღალმთიანებში და თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად აი გურიის სურათი რო დახატოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ რა ხდება გურიაში ამ მიმართულებით. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა აი მითი დავიწყო რომ ქუჩაში რო გააჩერო ვიღაც და შეეკითხო
ვის უფლება და შესაძლებლობაა ადგილობრივი საქმეების განხორციელება 4-დან 10-დან 9 ადამიანი კეთვის, ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა. იმავდროულად ადგილობრივი საქმიანობის განხორციელება არის ადგილობრივი მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობა. უფლებაში იგულისხმება მმართველობის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, და შესაძლებლობაში შესაძლებლობაში ბიუჯეტი იგულისხმება, ხოლო უფლებაში იგულისხმება თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლი. რა თქმა უნდა, ვიღაც შემედავება რომ კოდექსში არ წერია, რომ განათლება არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება. მაგრამ როგორც წესი, ინფრასტრუქტურა თვითმმართველობაზეა დელეგირებული ცენტრალური ხელისუფლებისგან ადგილობრივი სკოლებს. გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს ხალხს დაუჯეროთ. კი ბატონო, თვითმმართველობებს აქვთ საშუალოადიანი სტრატეგიები, სადაც წერია, რომ იცით რა, სკოლები არის აღსადგენი, არის სარემონტო, არის გასაკეთებელი საქმე. თუმცა ეს სტრატეგია კაი ხანია თაროზე დევს და სტრატეგიას არავინ არ კითხულობს მიუხედავად იმის, რომ სწორედ მანდმიდა ბატონო ამირამ დაგისვათ შეკითხვა, რამდენად აქტიურია მოსახლეობა მოთხოვნაში, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი ძალიან მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან სოფლებიდან, როცა ბავშვებს აგზავნიან სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა კლასში მყოფ ბავშვებს. და მშობელს უწევს, რომ დილიდან გამოუშვას ბავშვი, იმიტომ რომ 9 საათზე მიდის იქ მარტო ავტობუსი, ჩამოყავს ეს ორი ბავშვი და 6 საათზე ბრუნდება უკან. ანუ ხო წარმოგიდგენიათ რა პერიოდის, ვთქვათ, დაყოფა მოუწევს ბავშვს ერთი და იგივე ადგილას. შეიძლება არც კი დაიწყოს 2 საათამდე, ვთქვათ, გაკვეთილი. აი რა რაოდენობაა ასეთი სკოლების გურიაში კონკრეტულად და მშობლები რამდენად აქტიურობენ მოთხოვნაში. ახლა თქვენ კანონები ახსენეთ, შეიძლება კანონი ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ მოთხოვნაც ხომ ცენტრალური ხელისუფლებისთვის თვითმმართველობის საკითხია, მისი ასე ვთქვათ, პრეროგატივაა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ თვითმმართველობის საქმე არ არის ოფიციალურად ზოგადი განათლება, მაგრამ არის წინა სასკოლო განათლება ხო არის ადგილობრივი თვითმმართველობა. მის გარდა ამას დედამიწაზე არავინ არ იზომს იმ მუნიციპალიტეტში თუ თვითმმართველობა მარქნა. მაგაზე ცოტა ხანში შევეხები, რაც შეეხება სკოლებს. მოდი ავიწყოთ ოზურგეთიდან. სკოლები არ არის თხილვალში. დუმაჩი. ანასეულზე არ არის მეხუთე საჯარო სკოლა. ნუ ნარუჯაზე არ ვარ დაწუნებული ამუშავდა თუ არა. ასკანის თემში მზიანი სკოლა არ არის. ნაგომარში არ არის. ლიხაურში არ არის. ზემონატანებში არ არის. და ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, მეორე ცვლაში სხვა სკოლებში დადიან. დადიან მეორე ცვლაში სხვა სკოლებში და რა თქმა უნდა, ზოგი საჯარო სკოლა, ზოგი არასრული საჯარო, ზოგი დაწყებითი რაც ჩამოთვალა. ორ ცვლაში დადიან და ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ სპორტზე ვერ დადიან შესაბამისად, როდის დადიან სპორტი დილით არ არის, იმიტომ რომ დილის სკოლებია ოფიციალურად, საღამოთი ესენი კიდევ სკოლაში არიან. და არ შეიძლება არ ითქვას, რომ ჩვენი სასკოლო განათლება თლიანად ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვი შემდეგ მოხვდეს სკოლის განათლებით და რეპეტიტორის გარეშე მოხვდეს უმაღლეს სასწავლებელში. გამომდინარე, აქედან რეპეტიტორთანც ვერ დადიან. ანუ ისე გვიანამთავრებენ, რომ უკვე სანამ სახლში მივლენ, სანამ ბავშვი დაისვენებს, ბუნებრივია 13 სადინოც აქ მეორე დღის გაკვეთილები. ანუ გამორიცხულია სხვა რაიმე სასარგებლო საქმიანობა თავისთვის აიწყოს. ეს არ შეეხებოდა ოზურგეთს, ახლა ჩოხატაურზე ვისაუბრებ, ეს არის ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა. 3 წელია. ორ სხვადასხვა შენობაში დადის ეს ბავშვები სხვადასხვა ტერიტორიაზე. მიზეზი არის ახალი სკოლის შენებლობა, რომელიც არ დაწყებული. ასევე უნდა ითქვას საჯამი ასერის სკოლა, ეს ასევე ჩოხატაურშია და 6 წელია ბავშვები დადიან სოფლის ამბულატორიაში სასწავლად. რამდენად არის ადაპტირებული ეს ამბულატორია იმისთვის, რომ სასკოლო განათლება როგორი ადაპტაცია იქნება ამბულატორიას ქიმიაზე, ფიზიკაზე, არ ვიცი, სპორტ დარბაზზე ბავშვებისთვის. რაც შეეხება ლანჩხუთს, ნიგოითის საბაზო სკოლა დიდი ხანია დაიშალა, 3 წელია დაიშალა და ქოქოზე არ დადებულა. ნინოშვილის სკოლა მეწყერში მოყვა და 3 წელია არ მუშაობს.
კიდევ უნდა დავამატო აქვე, რაც მას შემდეგ, რაც მინოშვილის სკოლის გარშეო განმეწყრული ზონა განვითარდა, შემდეგ ამავე ზონაში ააგეს მინოშვილის საბავშვო ბაღი, რომელიც გაჭერებულია, იმიტომ რომ მეწყრულ ზონაშია. შემდეგ ააგეს. და რაც შეეხება ჩემ სკოლას, ეს არის ჯურღვეთის ნომერ 1 საჯარო სკოლა, სადაც მე დავდიოდი, სადაც 10 წელი ვისწავლე, მაშინ 10 წლიანი იყო სწავლა. და შესაბამისად 1896 წელს აიგო. რა თქმა უნდა, თავის დროზე რემონტდებოდა ეს სკოლაც, მაგრამ რემონტდებოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო არდადეგები, ანუ ზაფხულო. რომ არ ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა. ისე იგი მეოთხე წელი ეს სკოლა არ მუშაობს კი არა. თოდომს და გომორს გავს იქაურობა. ქვაზე არ არის დარჩენილი და ღობეც აღარ არის, რომ დაშალეს. ერთი ცალი აგურიც არ არის დადებული ზე. აი ესეც. ბატონო ამირან, რადგან ცოტა დრო დაგვრჩა, უბრალოდ მე მინდა გკითხოთ, რამდენად არის და აი როგორ ჩანს თვითმმართველობის მონაწილეობა ამ პროცესების დაჩქარებაში. არის თუ არა, თქვათ, მშობლების მიმართვიანობა, მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი და ბავშვებმა აღადგინონ თავიანთი ნორმალური სწავლის მიღების პროცესი. თვითმმართველობის ეუბნებია ხალხს, რომ რა თქმა უნდა საშენდება გაკეთდება იქ სადაც არ არის სკოლები. ნუ ცხადი ამას წლებია ეუბნებია, ხო ეუბნებიან მე-4 წელიწადია ჯურღვეთის ნომერ 1 საჯარო სკოლა არ მუშაობს. ანუ იქ იყო ტენდერების თემაც გამოიკვეთა, იყო რამდენიმე ტენდერი, რომელიც ზოგი ჩაიშალა, ზოგი არ შესრულდა. ამაზე რა ტიპის რეაგირება აქვს თვითმმართველობა? იდიხიანო სასამართლოზე გადაცემული მსგავს რაღაცებს ამბობენ იმას, რომ სულ მალე ყველაფერი შეირჩევა ახალი ორგანიზაცია, რომელიც აშენებს ამ სკოლებს და ასე შემდეგ. ორი სიტყვით მინდა ბაღებზე. კი ბატონო, აი ბოლო შემაჯამებელი, დიახ, ორი სიტყვით, დიახ. ლანჩხუთზე ვიტყვი, მხოლოდ ჯურღვეთის თემში ორი ბაღი იყო. ჯურღვეთის თვითონ სოფელ ჯურღვეთში ბაღი აშენდა 2016 წელს. დიახ. დაშალა. აღარ არის. ნულია, შემოღობილია და აშენდება აწერია. შარშანი იყო ეგ ამბავი. ეწრის ბაღით რეაბილიტაცია მოხდა მისი, ისიც დაშლილი აღარ არის. შემდეგ ასევე ჩიბათის დაინგრა, შობის უბნის დაინგრა, არაფერი არ შენდება ამ ეტაპზე. ხო, მინოშვილის გითხარით, რომ აშენდა, მაგრამ მეწყრულ ზონაში აწენდა, წინასწარ იცოდნენ, რომ მეწყრული სკოლა იყო, ზონა იყო, სკოლა იქვია და აჩერებული. ის სხვათა შორის სამეგრელოდან გვაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს აშენდა ბაღი, ანუ ისეთ ადგილას, სადაც თქვა ბაღის აშენება უბრალოდ არ არის რეკომენდირებული ბავშვების სახელობის. ერთი ბაღია შეჭერეს, ლესის ბაღი, სადაც გადიოდნენ დაშლის შემდგომ და ჯურღვეთის ბავშვები დაყავდა და ისიც გაჩერებულია და მეწყერთისაზეა დამოკიდებული, ბოლომდე დაშლიან ამ ბაღს თუ არემონტებენ და ისიც გაჩერებულია, ნუ ესე მდგომარეობა ეხლა. ბატონო ამირან, ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის. ჩვენ აუცილებლად მივყვებით ამ თემას და უსათუოდ კიდევ დაგიკავშირდებით, რომ გავარკვიოთ, როგორ იქნება გურიაში საქმე სკოლების და ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ბაღების თემა ეს ალბათ კიდევ ცალკე გადაცემის თემაა. ძალიან დიდი მადლობა. ურმესი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის. მადლობთ. თქვენ დაიწყეთ აქტიური პროტესტი და გამოსვლები, იმიტომ რომ ვაკვირდებოდით მშობლების საკმაოდ დიდ აქტივობას და მოთხოვნებს ნორმალური სასკოლო და სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. როგორი იყო კომუნიკაციის ფორმები თქვენთან? თუ არის ჩართული განათლების სამინისტრო ამ საკითხებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თუ გაქვთ შეხვედრები და აი რა ეტაპზე ამ მომენტში თქვენი ასე ვთქვათ ბრძოლა? ну როგორც თქვით, როდესაც მოინახულა მე-10 საჯარო სკოლა და ჩვენ ჩაგვიქროლა, ჩვენ მოთხოვნა გავაჟღერეთ, რომ ჩვენთან მოსულიყო. ჩვენთან არ მოვიდა, ჩვენ წერილობით მივმართეთ მერე განათლების სამინისტროს და ამის მერე ბრიფინგით მივედით. დაზუსტებით დაგვიდასტურეს, რომ შენობაში იმყოფებოდა, შეხვედრაზე შეუთანხმდით და მერე უცებ აღმოჩნდა 10 წუთის მერე, რომ თურმე მივლინებაში განათლების მინისტრიას დიახ, წაბრძანდა. ну წერილობით მივმართეთ ინფრასტრუქტურის მინისტრს. ხო, მაგრამ თუ მინისტრი არა, მინისტრის მოადგილეს მაინც ხო შეუძლია კონკრეტულად წევრი ჩამობრძანდა და შევხვდა
ანუ დაცვის წევრის დონეზე ვთქვათ მიდის კომუნიკაცია. დაცვის წევრის დონეზე ვართ ჯერჯერობით და ვითხოვთ ალტერნატიულ ფარდს დილის მენაში. ეს არის ჩვენი სკოლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მშობელი გადაიყვანს მე-14 საჯარო სკოლიდან ბავშვს ახლა მეორე მაგრამ აი მანდაც ხო შეიძლება რაღაც წააწყდეთ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ შეიძლება გადაიყვანოთ სხვა სკოლაში, სადაც არ იქნება უკეთესი მდგომარეობა, ვთქვათ. რა გარანტია ამას? რა მნიშვნელობა აქვს დილის სმენა თუ არ იქნება ბავშვი, ცვლა, დიახ. თუ არ იქნება ნორმალური საგაკვეთილო პროცესი. ჩვენ მაინც 9-ს იქით დავდივართ. ეხლა მე სად წავიყვან, უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია დილის სმენაში იყოს. ესმით რომ გქონდეს შუა დღე საღამო და თან ჩვენ არ ვიმუშაოთ თუ სკოლაში ეს ბორტგამცილებლად უკაცრავად. გასაგები. ნუ კვების საკითხიც ალბათ ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, ალბათ და ის სკოლაში ზოგადად რო გითხრათ, არც ექიმი არსებობს, არაფერი არ არსებობს იმ სკოლაში, სადაც ჩვენ გადაიყვანეს. დიახ, აი რაღაც იქაც წარმოუდგენლად საშინლად რთული ვითარება ანტისანიტარიიდან დაწყებული, ერთადერთი საცოდავი დამლაგებელი მუშაობს მოხუცი ისიც, როგორ შეიძლება ორსმენიან სკოლას ერთი ადამიანი ემსახურებოდეს, ეს ხო წარმოუდგენელი რაღაც არა გასაგებია. ნიკა, სანამ გადავიდოდეთ იმ საკითხებზე, რაც ალბათ მოსახლეობას ძალიან საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, ეს აი სტენდერები ჩაშლილი და ასე შემდეგ. მე მაინც მინდა კეთის ვკითხო, აი ხლა ვისმე მშობლების საუბარს, ბატონი ამირანი ჩაგვერთო და გვითხრა და მოგვიყვა რა ხდება გურიაში. ეს არის ერთი მაგალითი, ერთი რეგიონის, ხო? ნუ დანარჩენ რეგიონებშიც მე უკვე გითხარით, რომ ეხლა კახეთიდანაც გვექნება ჩართვა და იქაც მოვისმენთ რა მდგომარეობა. სულ მეფიქრება და აი ხლა მინდა კითხვაში რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო ეს ამ ტიპის და ასეთი განათლების მიღების შემთხვევაში ჩვენ რა საზოგადოებას ვიღებთ მომავალში, აი თუ მასწავლებელი როგორ შეაფასებდით ამას, როგორ შეიძლება ეს მე უკვე მომავალში გამოჩნდეს და რა სურათი შეიძლება დადგეს? თვითონ მოსწავლეს ექნება ყოველთვის არასტაბილურობის შეგრძნება, განცდა ექნება ყოველთვის ისი რომ რაღაცა დააკლდა ბავშვობაში, თავის გარემოში არ გაიზარდა, თავის პირობებში არ გაიზარდა. ეხლა ელენე ამბობს რომ ჩვენო გამოვხატეთ ეს პროტესტი და 22 სკოლიდან როდესაც გადავიყვანეს, პირველ რიგში მასწავლებლები დავდექით სამინისტროსთან და მოვიდნენ მშობლები და მერე მშობლებმა ეს პროტესტი გააგრძელეს და უკვე ქუჩას გადაკეტეს. საკმაოდ მერე ხვედრებიც იყო, სხვათა შორის აი ვიტყვი რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ დირექციამაც, იმიტომ რომ ნახეთ, დირექცია რო არ დამდგარიყო ჩვენ გვერდზე და არ გაეთვალისწინებინა მშობლების მოთხოვნა, ბავშვების სურვილი, მასწავლებლების სურვილი, ფაქტობრივად ახლა სკოლა არ გვექნებოდა და ჩვენც ისევე ვიქნებოდით მეორე ცვლაში, სადღაც შეხიზნულები, როგორც სხვა სკოლებია. ხო, მაგრამ ეს არის თქვა აი გამონაკლისი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ აი ეს აი ალბათ უფრო მეტად ერთად შეკრულობა იყო, იმიტომ რომ სკოლამ კონტინგენტიც კი არ დაკარგა, მთლიანად გადავედით თავის მოსწავლე, იმიტომ რომ ნახეთ, სკოლას აქვს, აი სკოლა არის მთლიანობაში, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ პედკოლექტივის დამსახურება, იმ დირექციის დამსახურება, იმ მასწავლებლების, მშობლების, აი ერთიანობის და სადაც ერთიანობა, იქ ყველაფერი გამოდის და აი ეს 560 ბავშვი დარჩა, ჩვენთან არ დარჩენილა ესე ცოტა, იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად გადავედით. ის მეორე ცვლაში ვინც არიან, ისინიც მალევე, ანუ 2 საათზე უკვე აკითხავს სამარშრუტოები და მოყავთ ისინიც სკოლაში და აი ზუსტად ეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მოსწავლეებს კი ექნებათ უფრო სტაბილურობის განცდა, მაგრამ რაქნან იმ 113 სკოლის მოსწავლეებმა რაქნან იქ ჩემთან ვარკეთილში 152 სკოლა და 156 სკოლაში არიან ღამე მოდიან ბავშვები, როცა უკვე ჩემი შვილი მეცადინეობას ამთავრებს გაკვეთილების სწავლას, ისინი მაშინ ბრუნდებიან და ეს ყველაფერი ხალხო აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე, ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ყველაფერზე აისახება და ყოველთვის მიგვიყვარს ელენე ამბობს, რომ აი ჩვენ შვილებს გადავიყოთ. ყველა მშობელი ეცდება თავის შვილისთვის შექმნას უკეთესი სიტუაცია და უკეთესი გარემო და აი მშობლები უნდა იდგნენ, ამიტომ ყოველთვის ვიძახი რომ მშობლებს აქვს დიდი ძალა. ყოველთვის მშობლები უნდა იდგნენ იმ სადარაჯოზე რომ მოსთხოვონ, იმიტომ რომ პრივილეგიას კი არ ვეთხოვთ, ეს ჩვენი უფლება რომ კარგად ვასწავლოთ, კარგად ისწავლოთ. ეს ჩვენ სურვილი გვაქვს ამისი. სახელმწიფოს პრივილეგია სწორედ განათლებული საზოგადოება უნდა იყოს. სახელმწიფოსაც ზუსტად ეგ პრივილეგია ეგ უნდა ქონდეს ჩადებული რომ განათლება ჩვენ
ჩვენი დევიზი იცით რომ მომავალი განათლებაშია და მომავალი განათლებაში ვერ იქნება თუ ჩვენ არ გვექნება ის სტაბილურობა და იმის განცდა რომ ჩვენ ვართ ჩვენს გარემოში და ჩვენს გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მერე აი ხლა თათია ბორაშვილი ჩაგვერთვება მანავიდან და შემდეგ აუცილებლად მინდა დავსვა კითხვა თვითონ ბავშვების განწყობებთან დაკავშირებით ძალიან მაინტერესებს თვითონ ბავშვები როგორ განიცდიან და როგორ შეხვდნენ ამ ამბავს. თუმცა ეხლა თათია ბორაშვილს მოусმინოთ. თათია, მოგესალმებით. გამარჯობა. საღამოშტობის ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენთან ერთად. თათია, მანავში ძალიან დიდი ხმაური იყო სკოლასთან და სწავლებასთან დაკავშირებით, ზუსტად გუშინ წინ თუ არ ვცდები. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ახლა აქტიურად ხართ ჩვენთან ჩართული და გვინდა მოვისმინოთ თავიდან ბოლომდე ეს ინფორმაცია რასთან დაკავშირებით, რატო მოხდა თქვენი შეხვედრა თუ არ ვცდები გამგებელთან და რა გიპასუხათ მან? პასუხი იგივე, რაც უნდა ყოფილიყო ყოველ შეხვედრაზე ერთ და იგივე პასუხი. მანავის სკოლაზე ხო პირველ რიგში მანავის სკოლაზე? კი ბატონო, მანავის სკოლაზე ჩატარდება ტენდერი, ერთ და იგივე დაპირებები. ეხლა მოგცეს 21 დღე მომეცითო რომ ანუ ყველაფერი ტენდერშიო გაიმარჯვებსო და ისე ანუ იმას რეაბილიტაცია ჩაუტარდებაო სკოლასო. ანუ სკოლა არის რეაბილიტაციო და თქვენ ახლა ელოდებით კომპანიას რომელიც გაიმარჯვებს და ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ბავშვები დადიან სკოლაში ახლა? არა, 25 მარტს საგარეჯოში დადიან. არუსებ სკოლაში, საგარეჯოში დადიან სკოლაში და ავტობუსებით დაყავთ ბავშვები. რაც რა ვიცი უსაფრთხოებაც არანაირი უსაფრთხოება არ არის დაცული, იმიტომ რომ ბავშვები უსაფრთხოება არანაირად არ არის დაცული, იმიტომ რომ იქ გადადიან ტრასაზე უწევთ ბავშვებს, კვარა აქვს საბუფეტი სკოლაში, კვება არ აქვს ბავშვებს საგარეჯოში მე უწევთ გზის გადაკვეთა რომ ბავშვებმა იყვებონ და ასე შემდეგ და ამიტომ ანუ სადაც დადიან საგარეჯოში ხო? იქ უფრო მეტად არის სარეაბილიტაციო შენობა და დანგრეულია ფაქტიურად ის სკოლა, ვიდრე ჩვენი სკოლა. და რა მაინტერესებს, ეხლა თავისთავად ბავშვები მოდიან გვიან სკოლიდან, ხომ ასეა? კი ბატონო. თქვენ მუშაობთ, ახერხებთ მუშაობას თუ აი რა თქვენ როგორ ახერხებთ რომ თან დახვდეთ ბავშვს, თან გააცილოთ, თან იმუშაოთ? ღელავთ ხომ ესეც რომ ძალიან პირველ საათზე მიდიან ბავშვები და 7-ზე ბრუნდებიან და ამიტომ ფსიქოლოგიურადაც განადგურდნენ ბავშვები, იმიტომ რომ ყველანაირი რეჟიმი დაერღვათ, ყველანაირი რეჟიმი, იმიტომ რომ 7 საათზე რომ ბავშვი მოვა დაღლილი სახლში, იმან ხომ უნდა ისწავლოს გაკვეთილები, მოემზადოს ყველანაირი თუ დილით ადგეს და ყველანაირი რეჟიმი აქვს ბავშვებს დარღვეული და ვერ გვცემენ პასუხს. ეხლა გავიგეთ ეს უკვე რომ წინ, ანუ საპარკინგი ადგილი რაც არის სკოლის წინ, არის კერძო პირზე მითხვისებული, გაყიდული ანუ. დიახ. ესე გავიგეთ. და სკოლა ვერ გვეუბნებიან, არ ვიცი გაყიდულია, არ ვიცი თუ რეაბილიტაცია ჭირდება, ჩაუტანონ რეაბილიტაცია რომ არა და არანაირი რეაბილიტაცია არ ჭირდება ჩვენ სკოლას, იმიტომ რომ ის სკოლა, სადაც ახლა სკოლაში დადიან ბავშვები საგარეჯოში. ბევრად უარეს მდგომარეობაში. ის სკოლა ჩვენ სკოლაზე უარესად არის, აი მართლა არ არის უსაფრთხო ის სკოლა ჩვენი შვილებისთვის. მართლა. სხვადასხვა აი ზოგადად კახეთის რეგიონში თუ იცით, აი სხვაგანაც თუ არის იგივე მდგომარეობა, თუ თქვათ, აი თუ უკეთესია სხვაგან თქვათ. საგარეჯოს რაიონში ჩვენი სკოლა 4 წელია რაც დაკეტილია. ჩვენი სკოლა 4 წელი რაც დაკეტილი და გამგებელი პასუხს ვერ გეუბნებათ, როდის შეიძლება დაიწყოს და დამთავრდეს. ვერანაირ პასუხს. კი, მერიც იყო ჩვენთან ჩამოსული, გამოსვლა რომ გქონდა და ვერანაირი პასუხი ვერ გაგვცა. ტენდერში უნდა დირექტორი რამდენად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და თქვათ აი მოთხოვნა ან კონტაქტი განათლების სამინისტროსთან. კი, გვიდგას ერთშიც ყველანაირად დირექტორიც, მაგრამ ხო უნდა მისცენ უფლება დირექტორსაც, რომ რა თქმა უნდა ყველანაირად შევიდეთ სკოლაში და ვისწავლოთ და ბავშვებმა განათლება მიიღონ. ჩვენი შვილები მართლა ვერ იღებენ განათლებას ვერანაირად, იმიტომ რომ აი რა ფაქტობრივად 30 წუთიანი გაკვეთილები უტარდებათ ბავშვს და იმ 30 წუთში რა ბავშვმა რა გაკვეთილი და რა განათლება უნდა მიიღოს რა ძალიან დიდი მადლობა თათია. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა მივაქცევთ ყურადღებას ამ თემას და აუცილებლად დავინტერესდებით და ვიქნებით ხაზზე ყოველთვის და განათლება ეს არის ის თემა, რომელიც ჩვენთვის არის პრიორიტეტული. რა თქმა უნდა განათლება მომავალი განათლებაშია თავისთავად. მომავალში
სანამ ჩვენ შვილებს სკოლაში არ უშვებთ, ჩვენ შვილებს, სანამ არ გაგცემენ პასუხს. ჩვენ მოვითხოვთ მშობლები, რომ გაგვიღონ მანავის საჯარო სკოლა და ჩვენმა შვილებმა ისწავლონ აქ. მაგაზე მიიღეთ თანხმობა თუ არა? მაგაზე მიიღეთ რაიმე ტიპის თანხმობა? მაგ მოთხოვნაზე რა გიპასუხეს? რომ მანავის სკოლა გაეღოთ? ჩვენო არ გვაქვს უფლებაო, ჯერ ტენდერში თუ არ გაიმარჯვაო და თუ არ დაგხვდებს ნებაო, არ გვაქვს უფლებაო და ვინ უნდა დართოს ნება? ამას ამბობენ, თქვა ეს გარკვეული. არა, ამას არ ამბობენ, არ ამბობენ. ამას არ ამბობენ, არ გვეუბნებიან. ანუ ელოდებიან რაღაცა ტიპის განკარგულება საიდანღაც, ოღონდ არ ვიცით საიდან და როგორ და თებერვალში ველოდებოდით და ეხა 21 დღე მოგვეცითო კიდევ თებერვალში უნდა თვითონ ტენდერსში გაემარჯვა და შევსულიყავით ჩვენ სკოლაში, მაგრამ არანაირი რეაგირება, რა ვიცი, მერიც იყო ჩამოსული და ვერანაირი პასუხი ვერ გაგვცა საერთოდ. განათლების სამინისტროდან იყო ვინმე ჩამოსული, ან თქვა ყურადღება თუ მოგაქცია? განათლების სამინისტროდან არავინ არ ყოფილა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ბავშვებს სკოლაში არ ვუშვებთ, საერთოდ არ ვუშვებთ და რა ვიცი, აი ძალიან განვიცდით ყველა, რომ აი ძალიან გვინდა რომ ჩვენი სკოლა გაიხსნას, იმიტომ რომ ჩვენ სკოლას არაფერი არ ჭირს ისეთი, რომ დაკეტილი იყოს და ჩვენმა შვილებმა იარონ ჩვენზე უარეს. იცით რა მაინტერესებს? აი რაიმე დასკვნის სახით ძდებს, რომ ამ სკოლაში არ შეიძლება ბავშვების სიარული. გინახავთ მსგავსი დოკუმენტი, რომ სადაც წერია? კი, ვითხოვთ ჩვენ, რომ დასკვნა დაგვიდეთ, ფურცელი მოგვიტანეთ ის ჩანაწერი, რომ მართლა არ შეიძლება შესვლა და არანაირი საბუთი არ აქვს, არანაირი. გასაგებია. მადლობა თათია, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხაზზე ყოველთვის და ვიქნებით ყურადღებით თქვენ საკითხთან დაკავშირებით. ახლა სანამ ნიკასთან გადავალ, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სალაპარაკოთ, ბავშვების განწყობებზე აუცილებლად მინდა კითხოთ. მე წარმომიდგენია მათთვის როგორი რთულია აი უცება ეს სადღაც როცა მიყავხარ ავტობუსით, ანუ სრულიად დაერღვათ ეს გარემოს და სივრცის შეგრძნება. თავად ბავშვები როგორ რეაგუებიან ამ სიტუაციას? არ ვიცი, ხა პატარას ძალიან უჭირს, მაგალითად მოძრაობის აუტანლობა აქვს ტრანსპორტირების და რომ მიდის ფანჯარასთან უნდა იჯდეს, მასწავლებელი ყურადღებას აქცევს და ეგ ცალკე საკითხია, რომ მოდის მერე სანამ კარგად გახდება და ასე შემდეგ და რაც შეეხება უფროს კლასებს, სიარული აღარ უნდა სკოლაში. ბავშვებს ეზარებათ უკვე სკოლაში სიარული ამის გამო, რომ უნდა წაიყვანონ, წამოიყვანონ მერე და ასე შემდეგ. და მერე რომ ვერ მიდიან ვერსად. და ასევე იყო ლაპარაკი თქვა სპორტულ აი რომელი 8 ნახევარზე მოდის ჩემი რომელი სპორტული ის და რომელი ცეკვის სტუდია და რომელი და სამუშაოს ან 12-მდე დავძებნოთ ერთი რომელი მუშაობს 12-მდე და რა იწყება ანუ ჩვენ არც დილა გვაქვს არც შუადღე გვაქვს და არც საღამო გვაქვს ნიკა ჩვენ დაახლოებით აი 8-9 წუთი გვაქვს დარჩენილი იმისთვის რომ მეორე თემაც უნდა შემოვიდეს ეთერში ამიტომ აუცილებლად მინდა ეს აუდიტის ანგარიში მოკლედ რომ იმოვიხილოთ 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა 2019-22 წლების პერიოდს ეხება და საკმაოდ ძიმე მონაცემებია რომ სკოლების ნაწილში ერთ და იგივე სამუშაოები რამდენიმეჯერ ჩატარდა, მაგალითად იხარჯებოდა ასობით ლარი. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ რუსთავის 25-26, ასევე სოფლების ნორიოს და გამარჯვების სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 89 სახის სამუშაო გასიეს ხელმეორედ. და ამისთვის ტყუილად დაიხარჯა 1 მილიონამდე ლარი, 857,187 და გადამეტებული ხარჯვა, სათანადოდ რო არ მოხდა პროექტირება და ძალიან ბევრი რამ წერია. გარდა იმისა, რომ კომპანიებიც არის მოხსენიებული, ლაგი კაპიტალი, ირაკლი ზარქუასოდის ოჯახი ტენდერში მონაწილეობის დროს ისინი იყვნენ მფლობელები ამ კომპანიის და დაჭერილებიც არიან. კახა გაბუნია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ტაბიძე, MGF-ის ხელმძღვანელი დირექტორი და არ ვიცი აი ამ დასკვნის მიხედვით ჩვენ რა შეგვიძლია საბოლოოდ თქვენ ახლა რაც ჩამოთვალეთ ეს არის აისბერგის წვერი ეს არის ეს მიზერული ინფორმაცია ამის მიღმა არის უამრავი დარღვევა თავარი პრობლემა არის ის რომ ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ იმიტომ რომ არსი რო გავიგოთ საიდან მოდის ეს ყველაფერი თავარი პრობლემა არის რომ სახელმწიფო არის მოშლილი სისტემურად არის მოშლილი ინსტიტუციური რღვევა არის შესაბამისად არ არსებობს ანგარიშვალდებულობა პასუხისგებლობა ხალხის მიმართ დღეს უსმენდი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს
მოადგილეს თუ არ ვცდები, ან განათლების მინისტრის მოადგილე იყო, ხო? უკვე უსახო გახდა ეს ხალხი, აღარც იცი ვინ ლაპარაკობს, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განათლების მინისტრი რამდენჯერ შეიცვალა, ალბათ ვერ დაითვლით, უამრავჯერ. ამის გამო არ გააჩნიათ სტრატეგია, გრძელვადიანი სტრატეგია, გეგმა არ გააჩნიათ, როგორც უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს ადამიანების გადაწყვეტილების მიმღები არ არიან. ქვიათ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებები არ არიან, უუნაროები არიან, უფლებოები არიან, ხო? საუბრობს ახლა რომ მოსახლეობასთან მშობლებთან ქონდაო კონტაქტიო ეს მინისტრის მოადგილე, როცა ორი კვირაა იქ დგავარ, მე თვითონ იქ ვარ, ყოველდღიურად იქ ვარ. მე უფრო ხშირად ვარ, იქ ხო შეიძლება, ხო? უკვე 3 კვირა და არც ერთი პასუხისმგებელი უწყების, არც ერთი პირი იქ მოსული მე არ მინახავს. არ მოსულა, ანუ იტყუება პირდაპირ ეთერში, რო არის კომუნიკაცია, მაგრამ ესეც რო იყოს ორი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი რო არის შეწყვეტილი და ბავშვები მიმკედლებელ სკოლაშიც რო არ დადიან. აი ამას როგორ უნდა ეგუებოდე, დილით როგორ უნდა იღვიძებდე, როგორ უნდა საუზმობდე, შენს კაბინეტში როგორ უნდა იჯდე, როცა იცი რომ 500-ზე მეტი მოსწავლე არ დადის სკოლაში. ხო, მაგრამ ამას ეგუებიან. ეხლა რაც შეეხება ამ კორუფციულ ფაქტებს, არაერთი ესეთი შემთხვევა არის. თქვენ ეხლა რაც ჩამოთვალეთ, იგი ისევ იგივე უწყება აკეთებს ამ ტენდერებს. ხო, მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო, რომელმაც აი დაიწყე, გამოაცხადებდა ტენდერს, დაიწყებდა ერთი კომპანია, გათხრიდა საძირკველს, მე დაანებებდა თავს, მე ხელმეორედ ცხადდებოდა ეს ტენდერები. ტენდერების მომგები კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა არის ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი. ეს კომპანიები არიან დაახლოებული ხელისუფლებასთან, ხელისუფლების სათავეებთან, შესაბამისად მათ ბევრი რამე ეპატიებათ, არ მოეთხოვებათ პასუხი შესაბამისად და მიშვებულია საერთოდ ეს პროცესი. როგორ შეიძლება, ეხლა მე-15 საჯარო სკოლაზე რახან ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებ, ეს სკოლა 4 წელია დანგრეულია, ამ სკოლის დანგრევის 2 წლის შემდეგ დაიწყეს გვერდზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და დღეს მგონი 28 სართულზე არიან ასულები. ანუ თუ აქვს დეველოპერული ინტერესები, თუ აქვს კომერციული ინტერესები, მრავალსართულიან კორპუსებს აშენებენ 1 და 2 წელიწადში და 3 სართულიანი სკოლები ვერ ააშენეს, იგივე მე-10 საჯარო სკოლა მე-7 წელი არის თუ მე-6 წელი, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, ხო? ეხლა უყურეთ რა ხდება. განათლების სამინისტრო იყო კომპეტენტური, ანუ განათლების სამინისტროს ჰქონდა ქვესაუწყებო ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო მეცნიერებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ერქვა. ვერ გაართვა თავი, ეხლა ეს საერთოდ დეაქტივაცია გაუკეთეს და ეხლა უკვე არც იძებნება. ხო, სკოლების საქმეს ეხლა უკვე 4 ინსტიტუცია კურირებს. ერთი არის განათლების სამინისტრო, მეორე არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მესამე არის მერია, მეოთხე არის გამგეობა და მშობელმა უკვე აღარ იცის ვის უნდა მიმართოს, ერთს რომ მიწერ წელს გეუბნება რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, იმას მიწერე, ამას მიწერე და აი ესე მართლა ელენემ როგორც თქვა წილი და ჭიანჭველაში აცხოვრებენ წლების განმავლობაში ამ საზოგადოებას და მარტო ეხლა მე ტრანსპორტირებაზე რაც ვილაპარაკე, ერთი კომპანია რო არის, მარტო და არანაირი კონკურენცია რო არ არსებობს, არანაირი. მე ამ იმაშიც კომპანიაშიც კაცმარიცის ვინ არის დასაქმებული, ხო? დასაქმებული არიან ძირითადად მათი კოორდინატორები, აგიტატორები და აი ესე პარტიული რაღაცა ორგანიზაცია შექმნეს და ამ ორგანიზაციას აჭმევენ საკვებს, იღებენ აქედან მილიონებს ამ უპასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე არ ანგარიშვალდებულებაზე კიდე არავინ არ აგებს პასუხს. თქვენ რას თქვით, ეხლა მე რავის დაჭერა ცხოვრებაში არ გამიხარდება, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. მან დრო რეალური გამოძიება შევიდეს. რეალური საქმე რო დაიწყოს გამოძიების, ხო? თუმცა აუდიტი წერს ამას. ეს მონაცემები ხო არსებობს? კი ბატონო, მაგრამ ამის მიღმა ისევ იგივე ხალხია, ისევ იგივე კომპანიები არიან, ისევ იგივე ხალხი აწარმოებს შეუცვლიან სახეს და ისევ იგივე პროცესი მიმდინარეობს. არაფერი არ იცვლება ამით, იმიტომ რომ არ არის სახელმწიფო სისტემური პოლიტიკა, არ არის სტრატეგია განათლების ქვეყანაში და აქედან მომდინარეობს. ეხლა ეს განათლების მინისტრი წარუჯი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. მე შეიძლება შემდეგი მინისტრი რომ მოვა, იმას ფორმები აღარ მოუნდეს. აი ქაოტურია აბსოლუტურად ყველაფერი, არის ჩაძირული კორუფციაში და ამას თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, ძალიან კარგი იქნება. აგერ მე-10 საჯარო სკოლაზე ვსაუბრობდით, 7ჯერ თუ 8ჯერ გადადეს ამ სკოლის სამუშაოების დასრულება. თუ ავსწრები მილიონამდე ლარი დაუმატეს, ანუ ტენდერი ცხადდება, თქვათ რაღაცა X თანხაზე. ეს კომპანია იგებს, შედის არაკეთილსინდისიერი კომპანია შესაძლოა და შემდეგ უმატებენ უკვე ამ თანხებს მილიონები შემდეგ ემატება. ანუ ის კომპანიები, ვისაც კეთილსინდისიერება აქვს, ვისაც კომპეტენცია აქვს, ხვდება რომ ამ თანხით ამას ვერ გააკეთებს. ანუ ამას არ ეყოფა თავისი დრო ააშენოს იმ 2 წელიწადში და 3 წელიწადში, ამაში უნდა ჩადოს რესურსი და არ ეყოფა ის თანხა რაც
გამოცხადებულია, ხო? მაგრამ ვინც მე შედის უკვე და ვინც იგებს, იმას წინასწარ აქვს სავარაუდოდ უკვე დათქმა მიცემული, რომ შენ მოგიმატებ, მოდი, აიღე და აი ესე საკუთარ პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარე სკოლებიც, რა ვიცი, სასადილოებიც, ბაღებიც, აი აღარ ვიცი უკვე რაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ სადაც გაიხედავ ყველგან კორუფცია. აი ამ თემასთან კავშირში არ არის, უბრალოდ კორუფციაზე რადგან ვსაუბრობთ, მინდა ამაზეც თქვა ორი ოდესით, ხო ეხლა უფასო სასადილოებში რომ ამოვარდა რომ 3,5 მილიონი ლარი მოიპარეს. მივიწერე ოფიციალური წერილი თბილისის მერიას, მივწერე კახა კალაძეს, მივწერე შიდა აუდიტის სამსახურს, რომ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში 3,5 მილიონი ამ ლარი და 70-დან როგორ უნდა მოიპარო, აი რამდენი ხანი უნდა იპარო, რომ 3,5 მილიონზე ახვიდე, ხო? ხო და პასუხი რა მივიღე? წლების განმავლობაშიო ტარდებოდაო ეს ინსპექტირებებიო, აი დამიჯერეთ ეგეთი პასუხი, აი ძალიან არასერიოზული და უბრალოდ დაასკვნებს და ანგარიშებს არ ვამზადებდითო, აი უბრალოდ რაღაცა შემოწმებებზე მივდიოდითო და 3,5 მილიონი მოპარეს უფასო სასადილოებს, ბაღებზე გახსოვთ ხო თქვენ? ბაღებიდან მოპარული ფული, სკოლებიდან მოპარული ფული და აგერ ეხლა კიდე დაუბრუნდები იმ საკითხს, იმიტომ რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გავიდეთ შედეგამდე და წამალი არა აქვს ბავშვებს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზეა საუბარი. აი ამ მდგომარეობაში ვარ და საზოგადოება მართლა უნდა გამოფხიზდეს, ეხლა ისაუბრეს აქ რომ ხალხშია ძალა და რაღაცნაირად ეს ამ სპირალიდან თუ არ გამოვედით, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა ვერ იქნება კონკურენტული როგორც შიდა სივრცეში, საზღვარგარეთ საერთოდ ვერ იქნებით კონკურენტული და ჩავრჩებით ალბათ შუა საუკუნეებში და ვიქნებით მომსახურე პერსონალი განვითარებული ერების. აი ამ მდგომარეობამდე მივართ, თუ საზოგადოება მართლა რეალურად ერთხელ და სამუდამოდ არ გამოიღვიძა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქ მე-14 საჯარო სკოლის მშობლებს, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში არ წყვეტენ ამ პროტესტს და ითხოვენ საკუთარი შვილებისთვის და მინდა რომ აქცენტირებულად გავიმეორო მათი მოთხოვნა. რა არის მათი მოთხოვნა? გამოყავით ალტერნატიული ფართი, სადაც შეძლებენ მოსწავლეები პირველ ცვლაში სწავლას, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ 4 წელში დანგრეული და გაფუჭებული 4 დღეში ვერ გამოსწორდება. ეგ სკოლა მინიმუმ 4-5 წელი მანდ ვერ აშენდება, შესაბამისად იმ სკოლებში, სადაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, კეთილი ინებონ ამ თანხების ფლანგვას, მოძებნონ ყველა სკოლისთვის ალტერნატიული ფართი, რომ მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა ისწავლონ პირველ ცვლაში და ბავშვებმა, მოსწავლეებმა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. საკუთარი შვილები ხო დაყავთ კერძო სკოლებში? ხო არიან კარგად ამ გამოწვევების წინაშე ხო არ დგანან და ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს? ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ პირობას ვდებთ რომ განათლების თემებს ჩვენ მუდმივად გავაშუქებთ, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ყველაზე დიდი პრიორიტეტი ჩვენთვის, ჩვენი გადაცემისთვის და ზოგადად ვფიქრობ რომ ქვეყნისთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენ ახლა მეორე თემაზე გადავდივართ, ისევ განათლების თემაზე, ოღონდ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბრუნდებით ღია სივრცეში, ერთ-ერთი ბოლოს სიახლე განათლების დეფორმიდან ეთნიკურ უმცირესობებს ეხება. ახლახან გამოქვეყნებული აბიტურიენტთა ცნობარის თანახმად 4+1 პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს მხოლოდ 58 სტუდენტს მიიღებს. არადა დღეს ეს პროგრამა იმავე სასწავლებელში 500 სტუდენტს ითვლის. 4+1 პროგრამა 2010 წელს 5 სტუდენტით დაიწყო. ეს არის შეღავათიანი სისტემა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტებისთვის, რათა მათ უმაღლესი განათლება მიიღონ ქართულ ენაზე. პირველი წელი სტუდენტები ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენასა და საბაზისო უნარებს, დანარჩენი 4 კი საბაკალავრო პროგრამაზე პროფესიას ეუფლებიან. უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები ამ საშეღავათო შეთავაზებით, რომელიც იყო შესანიშნავი საშუალება მათი ინტეგრაციისთვის საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში, სარგებლობდნენ სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა იმ კვლევებით, რაც წლების განმავლობაში განათლების სამინისტროს ჩაუტარებია, 4+1 პროგრამა ილია-უნიში პირველ ადგილს იკავებდა. მიუხედავად ამისა, ამ პროგრამის კვოტები წელს ასე გადანაწილდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 908 ადგილი, ტექნიკური უნივერსიტეტი 534 ადგილი, ქუთაისის უნივერსიტეტი 308, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ 48 ადგილი. ჩვენი სტუმრები არიან უსლან ომაროვი, ილია-უნის მაგისტრანტი და ნათია სადღობელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის პროგრამის მოწვეული მასწავლებელი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე ერთ-ერთ საჯარო განცხადებას წავიკითხავ, საჯარო განცხადებაში, რომელიც ამ თემაზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ. ჩვენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვაცხადებთ, რომ უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმა და
4+1 პროგრამის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის ეთნიკური უმცირესობის 1000-ობით სტუდენტის განათლების უფლებას. მოდი განგვიმარტეთ, რატომ აღიქვამთ ასე ამ ცვლილებას. რა თქმა უნდა, აქ ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ ახლა ვინც არის ხო ამ პროგრამაზე ვისწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თქვენ თქვით, რომ ის ვინც ყველაზე მეტად ზარალდება არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვინც ახლა სწავლობს და ვისაც უნდოდა შემდგომ წლებში აქ სწავლის დაწყება. ეს პირველ რიგში იმედომ არის ასე ვთქვათ, ცუდი, რომ მაგალითად თუ კი სტუდენტს ჰქონდა გადაწყვეტილი წინასწარ თუ რა პროგრამაზე ისწავლიდა, მაგალითად უკვე საუბარი ჰქონდა მის ასე ვთქვათ წინამორბედებთან, მაღალ კურსელებთან და ადაპტაციის გარკვეული პერიოდი გავლილი ჰქონდა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როცა ჩამოდიხარ რეგიონიდან, ხარ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, აქ თან ადაპტაცია გიწევს, ხო, იმიტომ რომ გარშემო ყავს ეთნიკურად ქართველები და გიწევს ქართულად საუბარი და ამავე დროს სრულიად ახალი გარემოა, ხო? კი, სრულიად და ამავე დროს როცა უკვე გადადიხარ ბაკალავრიატს სამთავრებ მოსამზადებელ პროგრამას, გიწევს ადაპტაცია, იმიტომ რომ მანამდე თუ მოსამზადებელ კურსში სწავლობდი მარტო ქართულ ენას და ამის გაუმჯობესებაზე იყავი ორიენტირებული, ახლა უკვე გიწევს კონკურენცია, მაგალითად, ხო, და გიწევს მშობლიურ ენაზე, ხო, მოსაუბრე ადამიანებთან და შესაბამისად გჭირდებოდა წინასწარ რაღაცის ცოდნა, რომ იმდენად არ გაგიჭირდეს. მაინც არის რაღაც ისეთი რაც რთულია მათთვის, მაგრამ ეს როგორმე ამას როგორ ვთქვა არ ვილებდა. და ახლა ისეთი გაურკვევლობა, რომ მაგალითად არიციან თუ სად გადავლენ თსუ-ში გადავლენ, თუ სხვაგან მაგალითად სხვა რეგიონებში გადავლენ უწევთ თუ როგორ, ხო? და მაგალითად ქუთაისში ვთქვათ გადასვლა ეს იქნება დამატებით კიდევ ერთი ახალი ადაპტაციის ვთქვათ პერიოდი საჭირო, ხო? იმისთვის რომ ვთქვათ შეეთვისოს სრულიად ახალ გარემოს. აი სწავლის პროცესში რამდენად შეუშლის ხელს ახალგაზრდებს, როგორ ფიქრობთ? სწავლის პროცესში, რა თქმა უნდა, უკვე რადგან მიჩვეული იყო ეს ვისაც ჩაბარებული ჰქონდა უკვე და ახლა უწევს სხვაგან გადასვლა და ესეც აქვს გადაწყვეტილი და ამას იმიტომ თავის არჩევანით კი არ აკეთებს, იძულებულია, ხო? ეს მათ ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ გავლენას ახდენს, რადგან იძულებით უწევს სხვაგან გადასვლა ან მაგალითად თუ ის პროგრამა, რომელიც მას უნდა არის რეგიონებში, სხვა რეგიონში და შეიძლება ამ დისკომფორტის გამო ისე გადაწყვიტოს, რომ არასასრულო პროგრამაზე გააგრძელოს სწავლა, რომ მაინც დარჩეს თბილისში. ეს რა თქმა უნდა, არაერთხელ ვთქვით, რომ არის ამ სტუდენტების უფლებების და ინტერესების უხეში დარღვევა და ამაში უხეში ჩარევა და სხვათა შორის ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ამაზე, ხო, ეთნიკურ უმცირესობებზე და მათ ინტერესებზე, როცა ამ გადაწყვეტილებას, ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას გამოაქვეყნებდნენ, არც კი უფიქრიათ და არც კი ჰქონდათ გათვლილი და როცა უკვე ვისაუბრებთ, ხო, როცა მაგალითად სხვადასხვა გადაცემებში ვიყავით მოწვეულები, საჯაროდ როცა გამაცხადეთ ეგ და სხვადასხვა მედია საშუალებამ რომ გააშუქეს ეს ამბავი და მადლობა მათ, რა თქმა უნდა, მათ შორის თქვენი. ამის შემდეგ უკვე დაიწყეს ამაზე ფიქრი და როგორმე აი ვითომ გაფუძებულის როგორმე ასე ვთქვათ გალამაზება და ისე წარმოდგენა რომ აი ჩვენ შეგიქმნით რაღაც იმას ასე ვთქვათ გაადვილებული წესით ის შეგეძლებათ მობილობა და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით ამაზეც არ არის, ხო, იმიტომ რომ კანონის მიხედვით ერთი წელი უნდა ან თუ ერთი სემესტრი თვალწოდები უნდა შეუსრულდეს სტუდენტს, რომ სხვა უნივერსიტეტში მობილობა შეძლოს, ხო? და ახლა
ამაში ცვლილებას შევიტანთო და გაადგილებული წესით გადასვლას შეძლებთო და ამას ისე ძარადგენენ ვითომ რაღაც გამოსავალს და ვითომ პოზიტიურს და პრინციპში მართლა ეს არ არის ხო გამოსავალი და ხო აი ხა სხვა შორის ვფიქრობდი რომ აი თქვენ ადამიანები რაღაცა თქვა ჯგუფი ადამიანების ახალგაზრდების იწყებთ სიტყვაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ წელს ქართულს სწავლობთ კარგად და შემდეგ თქვა რჩებით იქვე ოღონდ ირჩევთ რაღაცა სხვადასხვა ფაკულტეტს ოღონდ გარემო თქვენთვის არ იცვლება და აი ეს გარემოს შეცვლა შეიძლება თქვენთვის იყოს პრობლემა ძალიან იმაზე ასე ვთქვათ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ვიდრე მაგალითად წარმოგვიდგენა და მეც მაგ იმას გავდიოდი რომც შენს იმაში იყოს ხო იგივე გარემოში გიძებს მაინც გიძებს რაღაც ადაპტაციის გარკვეული ასე ვთქვათ ეტაპების გავლა რომ მიაღწიოს ასურველ მიზანს რა თქმა უნდა თუ ვთქვათ გადიოდი და როგორმე მიეჩვიე ამ გარემოს ხო ეხლა გიძებს სულ სხვაგან და სულ ახალი გარემო და ამას თავიდან მოსამზადებას კი არ იწყებ იმას ბაკალავრიატს და რაც არის ძალიან ცუდი ამ იმ სტუდენტებისთვის ვინც ახლა სწავლობს და იძულებული გახდება რომ გადავიდეს სხვაგან და ისიც არის ასე ვთქვათ იქაც იბადება კითხვის ნიშანი რომ რამდენად დააკმაყოფილებს ის უნივერსიტეტი ხო ადმინისტრაციულად თუ ინვენტარულად თუ სხვა მხრივ ამ სტუდენტების ინტერესებს და რამდენად იქნება ასე ვთქვათ ამ სტუდენტებზე გათვლილი როგორც ამ ძეს ვინც ირიცხებოდა და უკვე ბაკალავრიატში იუწევს სხვაგან სწავლა და ვინც მომავალ წლებში ჩაირიცხება ხო ამას შეიძლება თქვა რაღაცა ტიპის სკეპსისიც გამოიწვიოს თქვა ადამიანებში რომლებიც ეხლა აპირებენ დაწყებას თქვა და ეხლა შეუდგებიან 1+4 პროგრამის ძალიან ჯერჯერობით ბევრი კითხვა ამაზე ნუ ზოგად დონეზეც და ინდივიდუალურ დონეზე უფრო მეტი ხო ჩვენ ახლა ზოგადად ვსაუბრობთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ინდივიდუალურ დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება პროგრამა კიდევ უფრო გაღრმავდება ხო იმიტომ რომ გავითვალისწინებთ ხო მოსახლეობის ეკონომიკურ სოციალურ მდგომარეობას რაც ზოგადად თქვათ ახდენს გავლენას ისედაც შემდგომში მათ სწავლებაზე სტუდენტების სწავლებაზე ნუ აქ ინდივიდუალური შემთხვევებიც ძალიან დიდ ინდივიდუალური შემთხვევებიც იქნება ძალიან ასე ვთქვათ პრობლემური თავისთავად ცხადია ნათია თავად მიზნებზე რომ ვილაპარაკოთ 1+4 პროგრამის მიზანი თავიდანვე რა იყო სწორედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაც იყო ერთ-ერთი ვთქვათ მთავარი მიზანი იმისთვის რომ ეს პროგრამა ამ პროგრამას იარსება თქვენ როგორ ფიქრობთ აი რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ახლა აი ამ მოცემულობაში პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ამ თემით დაინტერესდით იმიტომ რომ განათლების რეფორმაზე როცა დაიწყო საუბარი რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ნაკლები ყურადღება დაეთმო ქართული როგორც მეორე ენის საკითხებს და რა პრობლემები შეექმნებოდა მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს ამ პროგრამას და იცით რა არის თავიდან 2010 წელს ეს პროგრამა რო დაიწყო მთავარი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ენის სწავლება არამედ ამ მოქალაქეების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი ჩართულობა პოლიტიკურ და სამოქალაქო საქმიანობაში. დასაქმება ასევე ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რესურსი, რაც ამ ადამიანებში არსებობს გულისხმობ ეთნიკურ ჯგუფებს, გამოყენებული უნდა იყოს სახელმწიფოში მათი როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე მათი როგორც ინტელექტუალური თვალსაზრისით. და ჩვენი პროგრამა, რომელსაც ქვია ქართული როგორც მეორე ენისა და ასევე ინტეგრაციის პროგრამა, სწორედ ამას ემსახურებოდა. თუ ისე მოხდა, რომ ამ პროგრამას რამე პრობლემები შეექმნა და ნუ როგორც დაანონსებულია უკვე 58 აბიტურიენტამდე ჩამოვიდა მისაღები ადგილების რაოდენობა, ეს ცალსახად იქონიებს გავლენას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ეს პროგრამა რამხელა პოპულარობით სარგებლობს არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში, ასევე ვხედავთ შედეგებს, რამდენად წარმატებულები არიან, იმიტომ რომ ჩვენ სტუდენტებს ვხედავთ, რომლებიც წლებია ვაკვირდებით ამას ნამდვილად ასეა, წარმატებულები არიან, მათ შორის ზოგიერთი ჟურნალისტია, წიგნებს გამოსცემენ, სხვადასხვა საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას, ეხმარებიან თავიანთ თანატოლებს რეგიონებიდან რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ინტეგრაცია გაიარონ საზოგადოებაში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს იქნება უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რომელსაც დასჭირდება სამომავლოდ ძალიან ბევრი წელი და ძალიან დიდი შრომა, რომ ეს რაღაცნაირად ლაფსუსი მერე აღმოიფხვრას. გარდა ამისა, არ შეიძლება არ ვახსენოთ ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამაზე მუშაობენ, ხო? ეს არ არის მარტო ქართული ენის სწავლება, სწავლებისათვის, არამედ აქ ძალიან დიდი კომპონენტი აქვს ინტეგრაციას, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენს პროგრამაზე, როდესაც მოდის ადამიანი, ხო?
ის გაივლის წინარე ტესტს და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩვენ მათ დავყოფთ სხვადასხვა ჯგუფებში და მეორე ნაწილი არის უკვე როგორ ვზრუნავთ ჩვენ ამ ადამიანების ინტეგრაციაზე, როგორც ჩვენი პროგრამის სათაურიც მოიაზრებს და არ შემიძლია კიდე არ აღნიშნო ეს და მინდა რომ თუ საზოგადოებამ არ იცის, იცოდეს რომ ამ პროგრამაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ამ ადამიანების დაახლოებას ქართულ კულტურასთან, იმიტომ რომ პროგრამა არ მოიცავს მარტო ქართული ენის სწავლებას, აქ ჩვენ გვაქვს ქართული კინო, მაგალითად, ხელოვნება, ლიტერატურა. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებს ქართულ საზოგადოებას ვაცნობთ არა მხოლოდ ჩვენი ენით, არამედ იმ კულტურასთან ვაახლოვებთ, რაც ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ ის კი არ უნდა გავაკეთოთ, რომ შემცირდეს აქ ადამიანების მიღება, არამედ პირიქით უნდა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტმა ეთნიკურმა უმცირესობის წარმომადგენლებმა ნახოს, რა სიკეთეა, როდესაც ეუფლები სახელმწიფო ენას და სახელმწიფო ენა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ენობრივ კოლექტივში მოახდინო ინტეგრაცია. და ამას ჩვენ უკვე წლებია მე 2019 წლიდან ვაკვირდები ამ პროცესებს და მართლაც რომ წარმატებით ვახორციელებთ და ხოშუშ მე მინდა ახლა ჩაგერთოს და ცოტა წავიტრაბა ხო რომ გაცილებით დიდი ხანია ვაკვირდებით ამ პროცესებს და აი რუსლანს ახლა ვეტყვი რომ ყოფილა ესეთი შემთხვევები იგივე გამრან აფანდიევის ეს არაჩვეულებრივი გარაჟში გაკეთებული სკოლა პატარა ბავშვებისთვის სადაც ქართულს სწავლობდნენ ბავშვები სრულიად ფანტასტიკურად ჩვენ როცა ინტერვიუები გვჭირდებოდა და ჩამოვდიოდით ხოლმე ხშირად სხვადასხვა რეგიონში რომ თქვათ რაღაცა პრობლემებზე გვესაუბრა და გაგვესაუბრა ადამიანები როგორც წესი ახალგაზრდები იყვნენ ჩვენი თარჯიმნები უფროსი თაობის ადამიანებთან. აი ხო იმ შემთხვევაში თუ თქვათ ახალგაზრდებს აღარ მოუნდებათ ამ ტიპის თქვათ აი ამ ტიპის გაუგებრობაში შეგვიძლია პირდაპირ თქვათ მონაწილეობა. ეს რას გამოიწვევს თავად რეგიონში, სადაც ეთნიკური თქვათ უმცირესობებით არის დასახლებული მჭიდროდ. იქ როგორ აისახება ეს ყველაფერი? თუ ადამიანები თქვათ ამ პროგრამაზე უარს იტყვიან. ამ პროგრამაზე ალბათ ეგრევე უარს არ იტყვიან, მაგრამ როგორც თქვი ხო, მოხდება ერთგვარი გადახედვა ალბათ, იმიტომ რომ გარკვეულობას გამოიწვევს ეს ახალგაზრდებშიც და შესაბამისად ხო შეიძლება როგორც თქვენ თქვით ხო გადინება იყოს ასე ვთქვათ მოსალოდნელი ახალგაზრდების და ბოლო პერიოდში ამას ვაკვირდებოდი, რასაც ვაკვირდებოდა ამას ვხედავდი სხვათა შორის რომ როცა ახალგაზრდა ან სოციალურად ან ეკონომიკურად არ არის ხო რეგიონებში ეთნიკური უმცირესობის დასახლებულ რეგიონებშიც მათ შორის უკვე და თავიანთ თავში პოტენციალს თუ იმდენს არ ხედავს რომელიც მაგალითად ეს იქნება ენის დონე იქნება სხვა კომპეტენცია რომელიც სკოლა უნდა იძლეოდეს შესაბამისად მიდიოდა საზღვარგარეთ ხო ან და პირიქით როცა თავის თავში უფრო ხედავს პოტენციალს და როცა ხედავს ასეთ გაურკვევლობას ხო ქვეყანაში და განათლების სისტემაში და როცა ხედავს რომ ასე გაუფასურებულია განათლება ამ შემთხვევაშიც უკვე დაიწყებს შეიძლება იმაზე ფიქრს რომ ხომარჯობია მაგალითად საზღვარგარეთ გავაგრძელოს სწავლა ან საერთოდ არ გავაგრძელო მიუხედავად იმისა რომ პოტენციალი მაქვს გარკვეული აბსოლუტურად გეთახებით და მოყვებით ახლა ამაში, იმიტომ რომ ძალიან რთულია, თავისთავად ცხადია, კონდეს რაღაცა ხედვა და გეგმა შენ ცხოვრებასთან და მომავალთან დაკავშირებით და ვერ ხედავდე გზას როგორ დადგე ამ როგორ გაიარო ეს გზა. ნათია, აუცილებლად უნდა ვთქვათ, კვლევებში, რომელსაც სახელმწიფო თავად ატარებდა. ილიაუნი პირველ ადგილზეა სწორედ 1+4 პროგრამის სწავლების კუთხით. თუ იყო რაიმე ტიპის შეხვედრები წინასწარი, ან თუ დასმულა რაიმე შეკითხვა, ან თუ გაუთვალისწინებიათ მოსაზრებები ისეთი, ვთქვათ, საკმაოდ გამოცდილი კოლექტივისთვის, როგორიც თქვენ ხართ, მით უმეტეს მათი ვეკლებებით პირველ ადგილზე მყოფი უნივერსიტეტისთვის.
კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა. კვლევების მიხედვით, რომელსაც ატარებს როგორც თვითონ უნივერსიტეტის შიდა ხარისხის მართვის სამსახური, ასე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, უნივერსიტეტი ნამდვილად მოწინავე იყო ამ პროგრამის ფარგლებში და ჩვენი შედეგები მართლაც გამორჩეული იყო. რაც შეეხება წინარე შეხვედრას, ამას რას უკავშირებთ უკაცრავად უნდა ჩავსვა ეს შეკითხვა უცილებლად. ჩვენს წარმატებას გულისხმობთ. ძალიან ბევრი რაღაცით არის განპირობებული. პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ვიყენებთ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ანუ ჩვენთვის ამოსავალი არის ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც არსებობს უკვე ცივილიზებულ სამყაროში. ერთ-ერთი მათგანი არის ეს სეფერის სტანდარტი, რომელიც ევროსაბჭოს მიერ რეკომენდირებული დოკუმენტია, რომელიც ითვალისწინებს, ვთქვათ, პირობითად აერთ დონეზე უცხოენის, ან როგორც მეორე ენის შემსწავლელებმა რა კომპეტენციები უნდა დააკმაყოფილოს, რას უნდა ფლობდეს და სწორედ ამ დოკუმენტის ფარგლებში ვამუშავებთ ჩვენ სილაბუსებსა და კურსებს. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ჩემი პირად დამკვირვებით არის ის, რომ ჩვენ აქტიურად ვიყენებთ სწავლების პროცესში ტექნოლოგიებს. ეხლა ცხადია, რომ თანამედროვე ბავშვებისათვის და სტუდენტებისათვის ტექნოლოგიების გამოყენება არის უმთავრესად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე ეს განაპირობებს იმას, რომ როდესაც ჩვენი სტუდენტი ბაკალავრიატში გადადის, ის სრულიად მომზადებული ხდება საბაკალავრო პროცესებზე, იმ დავალებებს, ამისთვის გამოყენებულია მაგალითად თარნითინზე დავალებების ატვირთვა, იქ შესრულება და ასე შემდეგ. ასევე ცალსახადო ანუ სრული ადაპტაცია ხდება მოთხოვნებთან, რომელიც მსოფლიოში ახლა დღეს უკვე ზოგჯერ არის ესეთი შემთხვევები, რომ თვითონ ქართულმა სტუდენტებმა, ქართულენოვანმა სტუდენტებმა, რომლებიც პირველად შევიდნენ უნივერსიტეტში და ბაკალავრიატის პირველ კურსზე არიან, მათ არ აქვს საჭირო უნარები და ჩვენ კურსდამთავრებელს უკვე აქვს საჭირო უნარები, იგივე პრეზენტაციების მომზადება, დავალების შესრულება თარნითინზე და ასე შემდეგ. ანუ ეს მგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი წერტილი და ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კოლექტივი, რომელიც ამ პროგრამაზე მუშაობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გადამზადება ან თვითონ კვალიფიკაცია აქვთ როგორც ქართული, როგორც მეორე ენის სწავლება, ფლობენ დოქტორის ხარისხებს, მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კონფერენციებში, ღონისძიებებში, სტატიებს აქვეყნებენ და ანუ მთლიანად მაჯისცემაზე უჭირავთ ხელი და იციან რა ხდება მეორე ენის სწავლების სფეროში. და არჩევანსაც უფრო გააზრებულს აკეთებენ შესაბამისად. თავისთავად ასე არის და მგონია, რომ ამ პროგრამის წარმატებას ეს მრავალი კომპონენტი აქვს და ამას ყველაზე კარგად გრძნობენ თვითონ ჩვენთან მოსული სტუდენტები და თქვენ წეგან კითხვა დასვით, რომ ხომ არ იტყვიან ეს ეთნიკური უმცირესობები საერთოდ ამ პროგრამაზე უარს და აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ არ იტყვიან უარს, გადაჭრით, იმიტომ რომ აი გასაოცარია ხოლმე ამ ბავშვების мотиваცია და ისინი როგორ აღიქვამენ ქართული ენის სწავლების საჭიროებას. ყველაზე კარგად გრძნობენ ესენი და მით უმეტეს ისინი ქართულს ეძახიან მეორე თავიანთ მშობლიურ ენას და ძალიან დასანანია, როცა ჩვენს მოქალაქეებს ეზღუდებათ არჩევანი, რომ თავად გადაწყვიტონ, სად ისწავლიან და როგორ ისწავლიან. თავისთავად არჩევანი შეზღუდვა რა თქმა უნდა გეთანხმებით. დავამატებდი იმას, რომ ნუ მე თესეულში აქვს დამთავრებული მოსამზადებელი კურსი, მაგრამ ხშირად ვისმენდი ჩემს მეგობრებისაგან, ვინც სწავლობდა მაგალითად ილიაში და ან დასრულებული ქონდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამა, სულ ამბობდნენ, რომ უფრო სხვანაირი მეთოდიკები აქვთ, უფრო ასე ვთქვათ ინოვაციურია და ისეთ აქტივობებზე საუბრობდნენ, ან აკეთებდნენ, ხო, ჩემ თვალწინ, ну მეც გაუცებული ვიყავი, რომ ანუ აქ ესე იგი რაღაც თეორიული ენობრივი ცოდნის გარდა ასევე ისწავლება, როგორც ქაბადამონათიამ თქვა, ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ის უნარები, რომელიც შემდგომ ეტაპზე და არა მარტო შემდგომ ეტაპზე ზოგადად ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება ადამიანს და ну მით უმეტეს სტუდენტს. თავისთავად ცხადია, ამის გარეშე დღეს უკვე გამორიცხულია ადაპტაცია ნებისმიერ სხვადასხვა თქვათ ქვეყნებთან იქნება თუ უნივერსიტეტებთან ურთიერთობები, კვლევები, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცაა, რაც აუცილებელია უკვე დღეს იცოდეს ადამიანმა, იმიტომ რომ განათლება საერთოდ სხვა სტანდარტზეა უკვე დღეს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ სტანდარტს სრულიად პასუხობს და სწორედ ეს არის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი. აი ხო თქვენთვის რა შეიძლება უკვე პედაგოგებისთვის, როდესაც ასე შემცირდება, ასე საგრძნობლად შემცირდება, თქვათ, რაოდენობა სტუდენტების, რაში შეეშლება ხელი
უმაღლეს სასწავლებელს ასე დროს. აქაც შექმნილი პრობლემები მრავალწახნაგოვანი იქნება. პირველ რიგში ის, რომ პროგრამების 92%-ის გაუქმებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ უკვე 48 სტუდენტის მიღების უფლებაზე მეტი აღარა გვაქვს მომდევნო სემესტრში, შემოდგომის სემესტრში. ასე დადგინდა, მხოლოდ 48 სტუდენტს ვიღებთ ამ პროგრამაზე. ეს ცხადია, რომ გამოიწვევს იმ მაღალკვალიფიციური თანამშრომლების დაკარგვას, რომელიც ამ პროგრამაზე მუშაობს. ეხლა აქ არის 50-მდე მასწავლებელი, რომელიც თავის სულს დაგულსდებს ამ პროგრამის აღმავლობაში და სიცოცხლის უნარიანობაში და ფაქტია, რომ 48 სტუდენტს აღარ დასჭირდება 50 მასწავლებელი და ცხადია, რომ ეს ადამიანები სამსახურს დაკარგავენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რას იძლევა ქართული როგორც მეორე ენის სწავლება. ეს ამან დაბადა კვლევის ახალი კითხვები და საკითხები. ძალიან ბევრი მასწავლებელი დაინტერესებულია იმით, რომ როგორი იკვლიოს ქართული როგორც მეორე ენა. ანუ ტრადიციულ ქართულ ენათმეცნიერებაში აქამდე ესეთი საკითხები არ არსებობდა. და უკვე 2010 წლიდან ეს ჩვენთან ძალიან როგორც აპატარა ახალ ფეხადგმული ბავშვით არის ეს საკითხები და ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამ საკითხებზე კვლევა, ლექსიკონები მზადდება, მაგალითად იგივე ჩვენს პროგრამაზე შემუშავდა სრულიად ინოვაციური სასწავლო რესურსი თარნითინის პროგრამაზე, სადაც სტუდენტები გრამატიკის სავარჯიშოებს თვითონვე ამუშავებენ და ანუ თავიანთ შეცდომებს აკვირდებიან, ასწორებენ და ასე შემდეგ. ანუ მრავალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ თქვათ მომზადებული იყო ქართული როგორც მეორე ენის სასწავლო რესურსები, ასევე პროექტები, რომ თქვათ გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე უცხოელი კოლეგებისათვის, იმიტომ რომ ქართული არ გავს სხვა ენებს და გვინდოდა გვეჩვენებინა ჩვენ როგორ ვასწავლით ქართულს, ეს ყველაფერი ჩერდება იმის გამო, რომ უბრალოდ რესურსი აღარ დარჩება იმისათვის, რომ ვიკვლიოთ, იმისათვის, რომ დავსვათ კითხვები და რაღაც შედეგებს დავაკვირდეთ. ეხლა 48 სტუდენტის შედეგს რო დააკვირდები და დასკვნას გააკეთებ, აბსოლუტურად განსხვავდება 500 სტუდენტისგან. რა თქმა უნდა, როცა კვლევის საგანია გაცილებით მეტია, თავისთავად ცხადია, იქ მეტია შედეგიც და ჩვენ ახლა უნდა დავამთავროთ მართალია გადაცემა, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, მე თქვენი ძალიან შემშურდა, იმიტომ რომ მე დიდი სიამოვნებით თავიდან დავიწყებდი სწავლას, იმიტომ რომ ყველაფერი ახლა რაც მოვისმინე, მით უმეტეს ის რაც დღეს უკვე ქართულ ენას ესე ეხება, რომ ტექნოლოგიებთან შერწყმით და გაციფრულება ქართული ენის რაც ჩემთვის არის აი სამაგალითო, უბრალოდ სრულიად ახალი ამბავი, რის გარეშეც ქართული ენა ნამდვილად ვერ იარსებებს, იმიტომ რომ მომავალი მსოფლიოსი ალბათ რა თქმა უნდა არის იქ, სადაც ქართული ენის გაციფრულებასაც უნდა კონდეს თავისი კუთვნილი ადგილი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოდი თუ რამე დაგჭათ სათქმელი, მზად ვართ მოგისმინოთ. კი, პატარას დავამატებდი, რომ როგორც თავიდან გადაცემამდეც თქვი, რომ ჯერჯერობით ჩვენც მეც ალბათ პირადად წარმომიდგენია თუ თქვათ რა სირთულეები, რა გამოწვევები ექნებათ ხო ამ სტუდენტებს, რომელიც ახლა არის ჩარიცხული და სწავლობს და რომელიც შემდგომ წლებში ჩაირიცხება და თუ კი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ისე ასე ვთქვათ, ძალიან დეტალურად და საზოგადოდ არ გამოცხადდა, მაგრამ ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ გამოქვეყნდა ისეთი განცხადება განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ ამიერიდან უკვე არაქართულოვან სკოლებში ქართული სექტორების გახსნა იქნებოდა სავალდებულო და ამას თუ გავითვალისწინებთ, ხომ, ბევრი ექსპერტი, განათლების ექსპერტი ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლებელია, არსებობს სერიოზული ვარაუდები, რომ შემდგომ წლებში ამ პროგრამის 1+4 პროგრამის გაუქმებაზე იყოს. ხო, ასე ვთქვათ, იყოს მსჯელობის საგანი და სხვათა შორის რამდენიმე თვის წინ, როცა ახლანდელი დაგესწრებული განათლების მინისტრი დაინიშნა, თქვა, რომ ახალგაზრდების არაქართულენოვანი ახალგაზრდების 90%-მა იცის ქართული ენაო, ნუ ეგ დასკვნა საიდან გამოიტანა, არ ვიცით, მაგრამ შესაბამისად შეიძლება უკვე აღარ იყოს იმისი არსებობის, ასე ვთქვათ, 1+4 პროგრამის არსებობის საჭიროება, აუცილებლობაო და ნახოთ აბა როგორ იქნება და როგორც თქვი ეს ახალგაზრდები სამწუხაროდ თავიანთ ტყავზე განიცდიან, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს ამ ცვლილებებს და ამ, ასე ვთქვათ, მათი უფლებებისა და ინტერესების უხეში დარღვევას, მათ ინტერესებზე უხეში ჩარევას და ძალიან ცუდ შედეგებს გამოიყენებს ეს რა თქმა უნდა მათთვისაც და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის ნაწილია საზოგადოების ნაწილია ეს ყველა ინდივიდი, ყველა სტუდენტი
და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენ მიწაზე ცხოვრობს, თავისთავად ცხადია და ჩვენ ვალდებულები ვართ აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიმართ, რომ ეს იყოს აბსოლუტურად შემდგარი საზოგადოება და მან მადლობა თქვენ მოწვევისთვის და თავდაპირველად ამოვიწლა რომ ეთქვა მადლობას გითხრით რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცით უკვე საუბრა ამ თემაზე რომელიც არის ძალიან ასე ვთქვათ აუცილებელი და ამაზე უნდა ვისაუბროთ რომ იქნებ როგორმე რაღაც ცვლილება ოდნავ მაინც ასე ვთქვათ რაღაც წარმატებას მივაღწიოთ. ძალიან დიდი მადლობა განათლების თემა არის ჩვენი პრიორიტეტი ჩვენი გადაცემის შესაბამისად ძალიან ყურადღებით ვიქნებით და ნებისმიერ დროს როცა თქვენ დაგჭირდებათ ეთერი ჩვენი ეთერი უზრუნველყოფილი იქნება თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს.